წარმოიდგინეთ, რომ ახლა ამ წამს, როცა თქვენ ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენი სხეული ასრულებს ოპერაციას, რომელიც 6 მილიონ წელზე მეტია სრულყოფილდება. თქვენი გული ცემს რიტმით, რომელიც შეიქმნა იმ დროს, როცა თქვენი წინაპრები ჯერ კიდევ ხეებზე ცხოვრობდნენ. თქვენი ფილტვები ჰაერს ისე ამუშავებენ, როგორც ამას 250 მილიონი წლის წინ ჩვენმა ძველმა წინაპრებმა ისწავლეს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც თქვენ არ იცით. ამ უნარების უმეტესობა არ არის თქვენი ნამდვილი მემკვიდრეობა. ეს არის მემკვიდრეობა იმ არსებებისა, რომლებიც უნდა გადაშენებულიყვნენ 6-ჯერ. 2019 წელს პალეონტოლოგმა ჯეკ სეპკოსკიმ ჩიკაგოს უნივერსიტეტში აღმოაჩინა რაღაც, რამაც მთელი მეცნიერული საზოგადოება შეაშფოთა. მან გააანალიზა 4 მილიარდი წლის ფოსილიების ჩანაწერები და აღმოაჩინა ნიმუში, რომელიც არ უნდა არსებობოდა. დედამიწის ისტორიაში 5-ჯერ, თითქმის მათემატიკური სიზუსტით, სიცოცხლე თითქმის მთლიანად გაქრა. არა თანდათანობით, არა ევოლუციის ბუნებრივი პროცესით, არამედ კატასტროფულად. თითქოს ვიღაცა გამორთო პლანეტის სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემა. და აქ არის ყველაზე შემაშფოთებელი. ყოველ ჯერზე გადარჩენილები არ იყვნენ ყველაზე ძლიერები, ყველაზე დიდები ან ყველაზე ჭკვიანები. გადარჩენილები იყვნენ ის, ვინც შეეძლო შეცვლა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ ეს 6 კატასტროფა. არა როგორც მშრალი სტატისტიკა სახელმძღვანელოში, არამედ როგორც ის რეალურად მოხდა. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ პლანეტის ზედაპირზე 250 მილიონი წლის წინ და უყურებთ, როგორ იცვლება ცა ძამებში. ან 251 მილიონი წლის წინ, როცა ოკეანეები იწყებენ მოქდინებას ქვემოდან ზემოთ. ან 66 მილიონი წლის წინ, როცა ცა ხდება ცეცხლი და დედამიწა იქცევა ჯოჯოხეთად ერთი დღის განმავლობაში. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის ისტორია. და ეს ისტორია გვიხსნის, რატომ ვართ ჩვენ აქ და რატომ არ არიან ისინი. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ შეკუმშოთ დედამიწის მთელი ისტორია 24 საათში. ერთი დღე. ღამის 12 საათზე პლანეტა იბადება ცხელი გამდნარი ქვის ბურთიდან. დილის 6-ზე გამოჩნდება პირველი ერთუჯრედიანი ორგანიზმები. საღამოს 9-ზე პირველი მრავალუჯრედიანი სიცოცხლე. და შემდეგ, ღამის 11 საათსა და 34 წუთზე, ხდება რაღაც საშინელი. 54 წუთის განმავლობაში, ღამის 11 საათსა და 34 წუთიდან 12 საათამდე, პლანეტა განიცდის 6 კატასტროფას, რომელთაგან თითოეული თითქმის ანადგურებს ყველაფერს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ ანალოგიას ვერ გადმოგცემთ. ეს 54 წუთი არ არის თანაბრად განაწილებული. პირველი კატასტროფა ხდება ღამის 11 საათსა და 34 წუთზე. მეორე 29 წუთის შემდეგ. მესამე კიდევ 22 წუთის შემდეგ. მეოთხე და მეხუთე მოდის სწრაფად, ერთმანეთის შემდეგ. და მეექვსე, ის, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ. დაიწყო მხოლოდ 1 წუთისა და 34 წამის წინ, ამ ჰიპოთეტურ საათში. ჩვენი მთელი ცივილიზაცია, ყველა ქალაქი, ყველა იმპერია, ყველა ომი და აღმოჩენა, ეს ყველაფერი მოხდა ბოლო 4 წამში. ეხლა დაბრუნდით რეალურ დროში. 454 მილიონი წლის წინ, ორდოვიკის პერიოდში, დედამიწა იყო პლანეტა, რომელსაც თქვენ ვერ ამოიცნობდით. კონტინენტები იყვნენ სხვა ადგილებში, ოკეანეები იყვნენ თბილები და ცოცხალი და უმეტესი სიცოცხლე იყო წყალში. ტრილობიტები, არსებები, რომლებიც გავდნენ ჯავშანში ჩაცმულ მწერებს, დომინირებდნენ ოკეანის ფსკერზე. ზოგიერთი მათგანი იყო პატარა, როგორც თქვენი ფრჩხილი, სხვები დიდი, როგორც თქვენი ხელი. ისინი იყვნენ წარმატებული, ისინი იყვნენ მრავალრიცხოვანი, ისინი იყვნენ ადაპტირებული. და შემდეგ 452 მილიონი წლის წინ რაღაც მოხდა. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ზღვის სანაპიროზე იმ დროს. წყალი თბილია, ცა ნათელია. და შემდეგ რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში, მომენტი გეოლოგიურ დროში, ტემპერატურა იწყებს ვარდნას. არა თანდათანობით, არა ისე, რომ სიცოცხლეს შეეძლოს ადაპტირება, არამედ კატასტროფულად. ოკეანეები იწყებენ გატინვას ეკვატორიდან. მყინვარები იზრდებიან და ფარავენ კონტინენტებს. ზღვის დონე ეცემა ასობით მეტრით. და ტრილობიტები, ეს წარმატებული, ადაპტირებული არსებები, იწყებენ გვდომას. არა ათასობით, არა მილიონობით, არამედ მილიარდობით. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს მხოლოდ ბოლო 30 წელში. გადაშენება არ მოხდა ერთხელ, ის მოხდა 2-ჯერ. პირველი ტალღა მოვიდა, როცა პლანეტა გაცივდა, მეორე, როცა ის კვლავ გათბა. და ეს ორმაგი დარტყმა, ცივი, შემდეგ ცხელი, შემდეგ კვლავ ცივი, მოკლა 85% ყველა სახეობისა. წარმოიდგინეთ ეს. ყოველ 20 არსებიდან, რომელიც ცხოვრობდა ოკეანეში, გადარჩა მხოლოდ ერთი.
ტრილობიტები, რომლებიც დომინირებდნენ 50 მილიონი წლის განმავლობაში, თითქმის მთლიანად გაქრმენ. ეხლა წინ გადახვიდით 94 მილიონი წლით. დევონის პერიოდი. პლანეტა კვლავ შეიცვალა. ეხლა არსებობენ ხეები, პირველი ნამდვილი ტყეები. თევზები გახდნენ უფრო რთული, უფრო დიდი. ზოგიერთი მათგანი იწყებს გასვლას ხმელეთზე, ვითარდება ფილტვები და ფეხები. ეს არის მომენტი, როცა ხერხემლიანები იწყებენ დაპყრობას ხმელეთის. და შემდეგ, 374 მილიონი წლის წინ, იწყება რაღაც, რაც გაგრძელდება თითქმის 20 მილიონი წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ ოკეანე იმ დროს. ზედაპირიდან ყველაფერი ნორმალურად გამოგლიჯდათ. ტალღები, მზე, თევზები, რომლებიც ხდებიან. მაგრამ თუ ჩაძირავთ ღრმად, აღმოაჩენთ რაღაც საშინელს. ფსკერთან ახლოს წყალი იწყებს გდომას, არა მეტაფორულად, ლიტერალურად. ჟანგბადი ქრება. და როცა ჟანგბადი ქრება, იწყება ქიმიური რეაქციები, რომლებიც აწარმოებენ წყალბადის სულფიდს, გაზს, რომელიც ტოქსიკურია თითქმის ყველა სიცოცხლის ფორმისთვის. ეს მოწამლული წყალი იწყებს აწევას, ნელა, თაობიდან თაობამდე. და ყველაფერი, რასაც ის ეხება, კვდება. ეს პროცესი გრძელდება 20 მილიონი წლის განმავლობაში. არაერთი კატასტროფა, არამედ სერია პულსაციებისა. ყოველ ჯერზე, როცა ჩანს, რომ სიცოცხლე იწყებს აღდგენას, მოდის ახალი ტალღა ანოქსიისა. ყოველ ჯერზე, როცა ახალი სახეობები ვითარდებიან, რომლებიც ადაპტირებულნი არიან დაბალ ჟანგბადზე, პირობები კვლავ იცვლება. და ბოლოს, 362 მილიონი წლის წინ, 3/4 ყველა სახეობისა გაქრა. მათ შორის თითქმის ყველა ჯავშანიანი თევზი, რომლებიც დომინირებდნენ ოკეანეებში. მაგრამ აქ არის რაღაცაც, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ. ვინ გადარჩა? არა ყველაზე დიდები, არა ყველაზე ჯავშანიანები. გადარჩნენ პატარა, მარტივი თევზები, რომლებსაც შეეძლოთ სწრაფად გამრავლება და ადაპტირება ახალ პირობებზე. გადარჩნენ ის არსებები, რომლებსაც არ ჭირდებოდათ ბევრი ჟანგბადი. გადარჩნენ ის, ვინც იყო მოქნილი, არა ძლიერი. ეხლა წინ გადახვიდით კიდევ 100 მილიონი წლით. პერმის პერიოდის ბოლო. 252 მილიონი წლის წინ. ეს არის მომენტი, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ დიდ მოკვდინებას, the great dying. და ეს სახელი არ არის გადაჭარბება. წარმოიდგინეთ პლანეტა, სადაც სიცოცხლე აყვავებულია. კონტინენტები გაერთიანებულნი არიან ერთ სუპერკონტინენტში, პანგეაში. ტყეები ფარავენ ხმელეთს, ოკეანეები სავსენი არიან სიცოცხლით. ქვეწარმავლები, არა დინოზავრები, არამედ მათი წინაპრები, დომინირებენ ხმელეთზე. ზოგიერთი მათგანი დიდია, როგორც თანამედროვე ცხვარი, სხვები პატარა, როგორც თაგვი. და შემდეგ 252 მილიონი წლის წინ იწყება რაღაც, რაც თითქმის ანადგურებს ყველაფერს. სიბირში, რეგიონში, რომელიც ახლა არის რუსეთი, დედამიწის ქერქი იწყებს გახსნას. არა ერთ ადგილას, არა ერთ ვულკანში, არამედ მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობზე. წარმოიდგინეთ ტერიტორია, რომელიც ტოლია მთელი დასავლეთ ევროპისა, რომელიც იქცევა ერთ გიგანტურ ვულკანად. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ამოფრქვევა. ეს არის ის, რასაც გეოლოგები უწოდებენ ფხვიერი ბაზალტის ამოფრქვევას, flood basalt eruption. ლავა არ ამოფრქვევა მთისმწვერვალიდან. ის ამოდის ბზარებიდან, დედამიწის ზედაპირზე და ვრცელდება როგორც ოკეანე ცეცხლისა. ეს პროცესი გრძელდება 1 მილიონი წლის განმავლობაში. ყოველ დღე ათასობით ტონა ლავა ამოდის ზედაპირზე. ყოველ დღე ატმოსფერო ივსება გაზებით, ნახშირო ჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, მეთანი. ტემპერატურა იწყებს აწევას, ოკეანეები თბებიან. და როცა ოკეანეები თბებიან, ხდება რაღაც კატასტროფული. ღრმა წყლებში ფსკერზე არსებობს მეთანის ჰიდრატები, გაკინული მეთანი, რომელიც სტაბილურია მხოლოდ ცივ ტემპერატურაზე და მაღალ წნევაზე. როცა წყალი თბება, ეს ჰიდრატები იწყებენ დნობას და ათავისუფლებენ მეთანს. წარმოიდგინეთ ეს, მილიარდობით ტონა მეთანი, გაზი, რომელიც 34-ჯერ უფრო ძლიერი სათბური გაზია, ვიდრე ნახშირო ჟანგი, იწყებს აწევას ოკეანის ფსკერიდან. ის აფეთქებს ზედაპირზე უზარმაზარ ბუშდებად. ატმოსფერო ივსება ამ გაზით. ტემპერატურა კიდევ უფრო იზრდება, რაც იწვევს კიდევ უფრო მეტი მეთანის გათავისუფლებას. ეს არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ დადებით უკუკავშირს, positive feedback loop. პროცესი, რომელიც თავის თავს აჩქარებს, სანამ არ გახდება კონტროლგამოსული. და შედეგები იყო აპოკალიფსური. ტემპერატურა გაიზარდა 10 გრადუსით ცელსიუსით. ოკეანეები დაკარგეს თავიანთი ჟანგბადი. ხმელეთზე ტყეები დაიწვა, მჟავე წვიმები დაიწვო. ოზონის ფენა განადგურდა და სიცოცხლე დაიწყო გდომა. არა ათასობით, არა მილიონობით, არამედ მილიარდობით. ყოველ დღე.
ათასობით წლის განმავლობაში. ბოლოს, როცა ეს კატასტროფა დასრულდა, 86% ყველა სახეობისა გაქრა. წარმოიდგინეთ ეს. ყოველ 100 არსებიდან, რომელიც ცხოვრობდა პერმის პერიოდის ბოლოს, გადარჩა მხოლოდ 4. ტრილობიტები, რომლებიც გადარჩნენ ორ წინა გადაშენებას, ამჯერად მთლიანად გაქრნენ. დიდი ქვეწარმავლები, რომლებიც დომინირებდნენ ხმელეთზე, თითქმის ყველა მოკვდა. ოკეანეები გახდნენ უდაბნოები. ხმელეთი გახდა მკვდარი ლანდშაფტი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ ისტორიას აქცევს არა მხოლოდ ტრაგედიად, არამედ გაკვეთილად. ვინ გადარჩა? არა ყველაზე დიდები, არა ყველაზე ძლიერები. გადარჩნენ პატარა არსებები, რომლებსაც შეეძლო დამალვა ნიადაგში. გადარჩნენ ის, ვინც შეეძლო ცხოვრება მცირე რაოდენობის საკვებით. გადარჩნენ ის, ვინც შეეძლო სწრაფი გამრავლება და ადაპტირება. და მათ შორის იყვნენ პატარა, თაგვის ზომის არსებები, რომლებსაც მეცნიერები უწოდებენ თერაფსიდებს. ისინი არ იყვნენ დომინანტები, ისინი არ იყვნენ ყველაზე წარმატებულები, მაგრამ ისინი იყვნენ მოქნილები. და ისინი გადარჩნენ. ეხლა წინ გადახვიდით 201 მილიონი წლით. ტრიასის პერიოდის ბოლო. პლანეტა აღდგა დიდი მოკვდინებიდან. სიცოცხლე კვლავ მრავალფეროვანია. და ეხლა პირველად ჩნდებიან დინოზავრები. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ არიან დომინანტები. ისინი იზიარებენ პლანეტას სხვა ქვეწარმავლებთან, კროკოდილის მსგავს არსებებთან, რომლებიც ზოგჯერ უფრო დიდები და უფრო ძლიერები არიან. და შემდეგ 201 მილიონი წლის წინ კვლავ იწყება ვულკანური აქტივობა. ამჯერად ადგილი არის ცენტრალური ატლანტიკური მაგმატური პროვინცია, კემპ. წარმოიდგინეთ რეგიონი, რომელიც ვრცელდება იმ ადგილებზე, რომლებიც ახლა არის ბრაზილია, აფრიკა, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. ყველა ეს ტერიტორია ჯერ კიდევ გაერთიანებულია პანგეაში და ყველა ეს ტერიტორია იწყებს ამოფრქვევას ერთდროულად. ლავა ფარავს მილიონობით კვადრატულ კილომეტრს. ატმოსფერო კვლავ ივსება გაზებით, ტემპერატურა კვლავ იზრდება და კვლავ 3v3/4 ყველა სახეობისა გვდება. მაგრამ ამჯერად რაღაც განსხვავებულია. ამჯერად გადარჩენილებს შორის არიან დინოზავრები. და როცა კატასტროფა მთავრდება, როცა ატმოსფერო იწმინდება და ტემპერატურა სტაბილიზდება, დინოზავრები იწყებენ დომინირებას. ისინი ვითარდებიან ათასობით ახალ ფორმად. ზოგიერთი ხდება გიგანტური, 30 მეტრის სიგრძის, 80 ტონის წონის. სხვები რჩებიან პატარა, სწრაფი, ჭკვიანი. ისინი ავსებენ ყველა ეკოლოგიურ ნიშას, ხმელეთზე, ჰაერში, წყალში. და ისინი დომინირებენ 175 მილიონი წლის განმავლობაში. 175 მილიონი წელი. წარმოიდგინეთ ეს. თუ შეკუმშავთ მთელ ადამიანის ისტორიას, ყველა ცივილიზაცია, ყველა იმპერია, ყველა აღმოჩენა, ერთ წელში დინოზავრების ეპოქის ეპოქა იქნებოდა 94,000 წელი. ისინი იყვნენ ყველაზე წარმატებული ხერხემლიანები, რომლებიც ოდესმე ცხოვრობდნენ დედამიწაზე. ისინი იყვნენ ადაპტირებული, ისინი იყვნენ მრავალფეროვანი, ისინი იყვნენ დომინანტები. და შემდეგ 66 მილიონი წლის წინ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. წარმოიდგინეთ, რომ გახართ იმ ადგილას, რომელიც ახომელიც ახლა არის მექსიკა, იუკატანის ნახევარკუნძული, 66 მილიონი წლის წინ. ეს არის ჩვეულებრივი დღე მესოზოის ერაში. ცანათელია, ტემპერატურა თბილია. დღე-დღეებში დინოზავრები ეძებენ საკვებს. ოკეანეში მოსაზავრები, გიგანტური ზღვის ქვეწარმავლები, ნადირობენ თევზებზე. ჰაერში პტეროზავრები დაფრინავენ და შემდეგ ერთ მომენტში ცა იცვლება. პირველად ის არის მხოლოდ წერტილი, პატარა ნათელი წერტილი, რომელიც ჩნდება ცაში. მაგრამ ეს წერტილი იზრდება სწრაფად. წამებში ის ხდება ბურთი, შემდეგ უზარმაზარი სფერო ცეცხლისა. ის მოძრაობს სიჩქარით 34 კილომეტრი წამში, 40 ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ტყვია. ქვია. ეს არის ასტეროიდი, ქვის და მეტალის ბლოკი, რომლის დიამეტრი არის 12 კილომეტრი და ის აპირებს დაეცეს დედამიწაზე. როცა ის ეჯახება ზედაპირს, ენერგია, რომელიც გამოიყოფა, ტოლია 1 მილიარდი ჰიროშიმის ბომბისა. წარმოიდგინეთ ეს. ყველა ბირთვული იარაღი, რომელიც ოდესმე შეიქმნა ადამიანების მიერ, გამრავლებული 1000 ჯერ და შემდეგ კიდევ 1000 ჯერ. ყველაფერი ამოფრქვეული ერთ მომენტში, ერთ ადგილას. ასტეროიდი აღწევს ოკეანის ფსკერს და ქმნის კრატერს, რომლის სიღრმეა 30 კილომეტრი და დიამეტრი 180 კილომეტრი. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. დარტყმის ენერგია აფეთქებს ქვას და წყალს ატმოსფეროში. ზოგიერთი ფრაგმენტი აფრენს ისე მაღლა, რომ აღწევს კოსმოსს. სხვები ეცემა უკან, როგორც ცეცხლოვანი წვიმა, რომელიც ფარავს მთელ პლანეტას.
ჰაერი ხდება ისე ცხელი, რომ თხეები იწყებენ თვითაალებას. არა ერთ ადგილას, არა ერთ კონტინენტზე, არამედ ყველგან. მთელი პლანეტა იქცევა ღუმელ და შემდეგ მოდის შოკური ტალღა. ჰაერის კედელი, რომელიც მოძრაობს სიჩქარით 1000 კმ/სთ-ში, ანადგურებს ყველაფერს 100 კმ-ის რადიუსში. შემდეგ მოდის ცუნამი, ტალღა, რომლის სიმაღლეა 1 კილომეტრი, რომელიც ფარავს სანაპიროებს. შემდეგ მოდის მიწისძვრა. არა ჩვეულებრივი მიწისძვრა, არამედ მიწისძვრა მაგნიტუდით 11, რომელიც გრძნობს მთელ პლანეტაზე. მაგრამ ყველაზე საშინელი მოდის შემდეგ. ატმოსფერო ივსება მთვრით და ნაცრით. მზის სინათლე იწყებს ბლოკირებას. ტემპერატურა იწყებს ვარდნას და ზვარდნას და პლანეტა ეცემა სიბნელეში. არა ერთი დღით, არა ერთი კვირით, არამედ თვეებით, შესაძლოა წლებით. ფოტოსინთეზი ჩერდება, მცენარეები კვდებიან, ბალახის მჭამელები, რომლებიც იკვებებიან მცენარეებით, კვდებიან, მტაცებლები, რომლებიც იკვებებიან ბალახის მჭამელებით, კვდებიან და დინოზავრები. ეს გიგანტური, წარმატებული, ადაპტირებული არსებები კვდებიან. არა ყველა ერთდროულად, არა ერთი დრით. პროცესი გრძელდება ათასობით წლის განმავლობაში. მაგრამ ბოლოს 3/4 ყველა სახეობისა გაქრა. ყველა არაფრინველი დინოზავრი, ყველა ტირანოზავრი, ყველა ტრიცერატოპსი, ყველა ბრაქიოზავრი მოკვდა. ყველა პტეროპტეროზავრი მოკვდა, ყველა მოსაზავრი მოკვდა. და პლანეტა, რომელიც დომინირებული იყო ქვეწარმავლებით 175 მილიონი წლის განმავლობაში, უცბად გახდა ღია ახალი ფორმების სიცოცხლისთვის. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც უნდა გკითხოს. ვინ გადარჩა? რატომ ზოგიერთი არსება გადარჩა, როცა დინოზავრები, ეს გიგანტები მოკვდნენ? პასუხი არ არის მარტივი. ის არ არის პატარები გადარჩნენ ან ჭკვიანები გადარჩნენ. რეალობა უფრო რთულია და უფრო საინტერესო. გადარჩნენ ფრინველები, მცირე დინოზავრები, რომლებსაც შეეძლოთ ფრენა და მიგრაცია. გადარჩნენ კუები, ქვეწარმავლები, რომლებსაც შეეძლოთ დამალვა ნიადაგში და ცხოვრება თვეების განმავლობაში საკვების გარეშე. გადარჩნენ კროკოდილები, არსებები, რომლებსაც შეეძლოთ ცხოვრება წყალში და ხმელეთზე, რომლებსაც შეეძლოთ ნადირობა და მოსვლა. და გადარჩნენ მცირე ძუძუმწოვრები, არსებები, რომლებიც იყვნენ ზომით თაგვის ან ვირთხის, რომლებიც ცხოვრობდნენ ხვრელებში, რომლებიც იყვნენ ღამის, რომლებიც შეეძლოთ ცხოვრება ნებისმიერი საკვებით. ეს ძუძუმწოვრები არ იყვნენ დომინანტები, ისინი არ იყვნენ ყველაზე დიდები, ისინი არ იყვნენ ყველაზე ძლიერები, მაგრამ ისინი იყვნენ მოქნილები. ისინი შეეძლოთ ადაპტირება და როცა დინოზავრები გაქრნენ, როცა ეკოლოგიური ნიშები გახდნენ ცარიელი, ეს პატარა ძუძუმწოვრები დაიწყეს ევოლუცია. ისინი გახდნენ უფრო დიდები, ისინი გახდნენ უფრო მრავალფეროვანი. ისინი დაიკავეს ის ადგილები, რომლებიც ადრე ეკუთვნოდა დინოზავრებს. და 66 მილიონი წლის შემდეგ ერთ-ერთი მათი შთამომავალი, პრიმატი, რომელიც ცხოვრობს აფრიკაში, დაიწყებს ფიქრს ამ ისტორიაზე. დაიწყებს კითხვას: რატომ ჩვენ? რატომ ჩვენი წინაპრები გადარჩნენ, როცა დინოზავრები, ეს გიგანტები, მოკვდნენ? ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ შეხედოთ ამ ისტორიას სხვა კუთხით. არა როგორც სერია კატასტროფებისა, არამედ როგორც ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწა არის ლაბორატორია, სადაც ბუნება ატარებს ექსპერიმენტს 4 მილიარდი წლის განმავლობაში. ყოველი გადაშენება არის ტესტი, ყოველი კატასტროფა არის გამოცდა. და კითხვა, რომელსაც ბუნება სვამს, არის ყოველთვის ერთი და იგივე. ვინ შეძლებს ადაპტირებას? მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ ექსპერიმენტს აქცევს განსაკუთრებულად საინტერესოდ. ყოველ ჯერზე, როცა ბუნება ატარებს ამ ტესტს, ის იცვლება პირობებს. ორდოვიკში ის ამოწმებს ცივს, დევონში ჟანგბადის ნაკლებობას, პერმში სიცხეს და მჟავიანობას, ტრიასში კვლავ სიცხეს, მაგრამ სხვა ტიპის, მელში სიბნელეს და ცივს. ყოველ ჯერზე სხვადასხვა გამოწვევა, ყოველ ჯერზე სხვადასხვა წესები და ყოველ ჯერზე გამარჯვებულები არიან ისინი, ვინც შეძლო ამ ახალ წესებთან ადაპტირება. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ჩაატაროთ ეს ექსპერიმენტი კომპიუტერში. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური პლანეტა, სადაც ცხოვრობენ ათასობით სხვადასხვა სახეობა. ყოველ სახეობას აქვს თავისი მახასიათებლები: ზომა, მეტაბოლიზმი, საკვების მოთხოვნები, რეპროდუქციის სიჩქარე, ტემპერატურის ტოლერანტობა. და შემდეგ, შემთხვევითად, თქვენ აწყდებით კატასტროფას. ზოგჯერ ასტეროიდი, ზოგჯერ ვულკანური ამოფრქვევა, ზოგჯერ კლიმატის ცვლილება. და თქვენ უყურებთ, ვინ გადარჩება. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის რეალური მეცნიერება. პალეონტოლოგები და კომპიუტერული მოდელირების სპეციალისტები ატარებენ ზუსტად ასეთ ექსპერიმენტებს. ისინი იყენებენ ყველა ინფორმაციას, რომელიც მათ აქვთ ფოსილიების შესახებ
და ცდილობენ გაიგონ, რატომ ზოგიერთი სახეობა გადარჩა, ხოლო სხვები არა. და შედეგები არის გასაოცარი. პირველი აღმოჩენა: ზომა არ არის ყველაფერი. ფაქტობრივად, ზომა ხშირად არის უარყოფითი ფაქტორი. დიდ არსებებს სჭირდებათ მეტი საკვები. ისინი უფრო ნელა მრავლდებიან, ისინი უფრო ნელა ადაპტივდებიან. როცა რესურსები ხდება შეზღუდული, როცა გარემო სწრაფად იცვლება, დიდი ზომა ხდება ტვირთი, არა უპირატესობა. ეს ახსნის, რატომ გადაშენდნენ გიგანტური დინოზავრები, ხოლო გადარჩნენ პატარა ძუძუმწოვრები. მეორე აღმოჩენა: მეტაბოლიზმი მნიშვნელოვანია. არსებები ცივი სისხლით, ქვეწარმავლები, ამფიბიები, ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, მაგრამ ისინი უფრო დამოკიდებულნი არიან გარე ტემპერატურაზე. არსებები თბილი სისხლით, ძუძუმწოვრები, ფრინველები, მეტ ენერგიას მოიხმარენ, მაგრამ ისინი შეუძლიათ ფუნქციონირება ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში. როცა კლიმატი სწრაფად იცვლება, თბილი სისხლი ხდება უპირატესობა. მესამე აღმოჩენა: რეპროდუქციის სტრატეგია არის გადამწყვეტი. არსებები, რომლებიც დებენ ბევრ პატარა კვერცხს და სწრაფად მრავლდებიან, უკეთ გადარჩებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც დებენ ცოტა დიდ კვერცხს და ნელა მრავლდებიან. ეს ახსნის, რატომ გადარჩნენ კუები და ხვლიკები, ხოლო გადაშენდნენ დიდი ზღვის ქვეწარმავლები. მეოთხე აღმოჩენა: დიეტის მრავალფეროვნება არის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი. სპეციალისტები, არსებები, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ ერთი ტიპის საკვებით, პირველები კვდებიან. გენერალისტები, არსებები, რომლებიც შეუძლიათ ყველაფრის ჭამა, ბოლომდე გადარჩებიან. ეს ახსნის, რატომ გადარჩნენ ადრეული ძუძუმწოვრები, რომლებიც იყვნენ ყველაფრის ჭამელები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის ეს: ადაპტირება არ არის მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების შესახებ, ის არის ქცევის შესახებ. არსებები, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად შეცვლონ თავიანთი ქცევა, სად ცხოვრობენ, რას ჭამენ, როგორ მრავლდებიან, უკეთ გადარჩებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ჩაკეტილნი არიან ერთ ქცევით ნიმუშში. და აქ ჩნდება რაღაც საოცარი. ადრეული ძუძუმწოვრები არ იყვნენ მხოლოდ ფიზიკურად ადაპტირებული. ისინი იყვნენ ქცევითად ადაპტირებული. წარმოიდგინეთ პატარა ძუძუმწოვარი, რომელიც ცხოვრობს 90 მილიონი წლის წინ, მელის პერიოდში. ეს არსება, ზომით თაგვის, ცხოვრობს მიწის ქვეშ ხვრელში. რისით ის იმალება, რადგან ზედაპირზე დომინირებენ დინოზავრები. ღამით ის გამოდის საკვების ძებნაში. ის ჭამს ყველაფერს, რასაც პოულობს: მწერებს, ნაყოფებს, კვერცხებს, მცირე ქვეწარმავლებს. ის არის ოპორტუნისტი, გადარჩენის სპეციალისტი. და შემდეგ მოდის ასტეროიდი. ცა ხდება ცეცხლი, დღეები იწვება, დინოზავრები იწყებენ კვდომას. მაგრამ ჩვენი პატარა ძუძუმწოვარი არის მიწის ქვეშ. ის დაცულია ცეცხლისგან, ის დაცულია შოკური ტალღისგან და ღისგან. და როცა სიბნელე ეცემა პლანეტაზე, როცა მცენარეები კვდებიან, ის ისევ ადაპტირდება. ის იწყებს ჭამას მკვდარი მცენარეების, მკვდარი ცხოველების. ის იწყებს ცხოვრებას უფრო ღრმად მიწის ქვეშ, სადაც ტემპერატურა უფრო სტაბილურია. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის გრძელდება, მრავლება. მაშინაც კი, როცა საკვები შეზღუდულია, როცა პირობები საშინელია, ის აგრძელებს შთამომავლების გაჩენას. და ყოველი ახალი თაობა არის ოდნავ განსხვავებული. ზოგიერთი უკეთ ადაპტირებულია ცივზე, სხვები უკეთ ადაპტირებულნი არიან ახალ საკვებზე. და ნელ-ნელა თაობიდან თაობამდე ეს პატარა ძუძუმწოვრები იწყებენ ცვლილებას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ ეს პროცესი დროის ლაფშაში. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დააჩქაროთ დრო და ნახოთ, რა ხდება 66 მილიონი წლის განმავლობაში. პირველად ასტეროიდის შემდეგ პლანეტა გამოიყურება მკვდარი, მაგრამ თუ ყურადღებით შეხედავთ, დაინახავთ პატარა მოძრაობას. მიწის ქვეშ ხვრელებში პატარა ძუძუმწოვრები ისევ ცხოვრობენ. ისინი ისევ მრავლდებიან. ისინი ისევ ადაპტირდებიან. და შემდეგ რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, როცა ატმოსფერო იწმინდება, როცა მცენარეები იწყებენ ზრდას, ეს პატარა ძუძუმწოვრები იწყებენ გამოსვლას ზედაპირზე. ისინი აღმოაჩენენ, რომ მსოფლიო შეიცვალა. აღარ არიან დინოზავრები, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ. აღარ არიან დიდი მტაცებლები, რომლებისგანაც უნდა დამალვა. ეკოლოგიური ნიშები, რომლებიც როდრე ეკუთვნოდა ქვეწარმავლებს, ახლა ცარიელია. და აქ იწყება რაღაც საოცარი. ეს პატარა ძუძუმწოვრები იწყებენ ევოლუციას სიჩქარით, რომელიც არასოდეს ყოფილა. ზოგიერთი ხდება უფრო დიდი და იწყებს ცხოვრებას ხეებზე. სხვები ხდებიან კიდევ უფრო დიდები და იწყებენ ცხოვრებას ველებზე. მესამეები ბრუნდებიან წყალში და ხდებიან ზღვის ძუძუმწოვრები. მეოთხეები ვითარდებიან ფრენის უნარი და ხდებიან ღამურები. 20 მილიონი წლის განმავლობაში. მომენტი გეოლოგიურ დროში, ძუძუმწოვრები ავსებენ ყველა ეკოლოგიურ ნიშას, რომელიც ადრე ეკუთვნოდა დინოზავრებს. ისინი ხდებიან გიგანტები, როგორც ინდრიკოთერიუმი,
ძუძუმწოვარი, რომელიც იყო ზომით თანამედროვე ჟირაფის, მაგრამ წონით 4 ელეფანტისა. ისინი ხდებიან მტაცებლები, როგორც სმილოდონი, კბილთმაგრი ვეფხვი. ისინი ხდებიან ბალახის მჭამელები, როგორც მამონტები. ისინი ხდებიან ყველაფერი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება ტვინში. ძუძუმწოვრებს, განსხვავებით ქვეწარმავლებისგან, აქვთ უნიკალური ნერვული სისტემა. მათი ტვინი არის უფრო რთული, უფრო მოქნილი. ისინი შეუძლიათ სწავლა ისე, როგორც ქვეწარმავლებს არ შეუძლიათ. ისინი შეუძლიათ ადაპტირება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ქცევითად. და ეს უნარი, სწავლისა და ადაპტირების უნარი, ხდება მათი ყველაზე დიდი უპირატესობა. წარმოიდგინეთ ადრეული პრიმატი, რომელიც ცხოვრობს ხეებზე 30 მილიონი წლის წინ. ეს არსება უნდა ისწავლოს, როგორ იხტუნოს ტოტიდან ტოტზე, როგორ იპოვოს ნაყოფები, როგორ თავიდან აიცილოს მტაცებლები. ყოველი ამ უნარი მოითხოვს სწავლას, მოითხოვს მეხსიერებას, მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას და ყოველი ამ უნარი ავითარებს ტვინს. თაობიდან თაობამდე პრიმატების ტვინი ხდება უფრო დიდი, უფრო რთული. ისინი იწყებენ იარაღების გამოყენებას, ჯერ მარტივი ჩხირებით ხირები და ქვები, შემდეგ უფრო რთული იარაღები. ისინი იწყებენ კომუნიკაციას, ჯერ მარტივი ხმები და ჟესტები, შემდეგ უფრო რთული ენა. ისინი იწყებენ სოციალური ჯგუფების ფორმირებას, ჯერ მარტივი ოჯახები, შემდეგ უფრო რთული საზოგადოებები. და შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე მილიონი წლის წინ, ბოლო წამი ამ გრძელ ისტორიაში, ერთ-ერთი ამ პრიმატის შტოს შთამომავალი იწყებს რაღაც, რაც არასოდეს მომხდარა დედამიწის ისტორიაში. ის იწყებს ფიქრს თავის საკუთარ არსებობაზე. ის იწყებს კითხვას: ვინ ვარ? საიდან მოვედი? რატომ ვარ აქ? ეს არსება, Homo sapiensi, ხდება პირველი სახეობა დედამიწის ისტორიაში, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ადაპტირება გარემოზე, არამედ გარემოს შეცვლა საკუთარი საჭიროების მიხედვით. ის იწყებს ცეცხლის კონტროლს, ის იწყებს მიწათმოქმედებას, ის იწყებს ქალაქები-მშალახების მშენებლობას, ის იწყებს ტექნოლოგიების შექმნას. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ ისტორიას აქცევს არა მხოლოდ წარმატების ისტორიად, არამედ გაფრთხილებად. Homo sapiensi, ეს არსება, რომელიც გადარჩა 6 დიდი გადაშენების შემდეგ, ახლა ქმნის მეშვიდეს. პირველად დედამიწის ისტორიაში ერთი სახეობა, ჩვენ, ვიწვევთ მასობრივ გადაშენებას. არა ასტეროიდით, არა ვულკანური ამოფრქვევით, არამედ ჩვენი საქმიანობით. ახლა ამ წამს სახეობები კვდებიან სიჩქარით, რომელიც 1000-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე ბუნებრივი ფონი. ტყეები ქრება, ოკეანეები მჟავდება, კლიმატი იცვლება. და ჩვენ, შთამომავლები, იმ პატარა ძუძუმწოვრებისა, რომლებმაც გადარჩეს 6 კატასტროფა, ვქმნით მეშვიდეს. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც უნდა გკითხოს. რა გვასწავლის ეს ისტორია? რა შეგვიძლია ვისწავლოთ იმ არსებებისგან, რომლებმაც გადარჩეს? პასუხი არ არის მარტივი, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი. პირველი გაკვეთილი. ადაპტირება მნიშვნელოვანია ძალაზე მეტად. ყველა დიდი გადაშენების დროს გადარჩენჩენილები არ იყვნენ ყველაზე ძლიერები ან ყველაზე დიდები. ისინი იყვნენ ყველაზე მოქნილები. ისინი იყვნენ ისინი, ვინც შეეძლო სწრაფად შეცვლა, როცა პირობები შეიცვალა. მეორე გაკვეთილი. მრავალფეროვნება არის გადარჩენის გასაღები. სახეობები, რომლებიც იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც ეკორდნობოდნენ ერთ საკვებს, ერთ ჰაბიტატს, ერთ ცხოვრების წესს, პირველები კვდებოდნენ. გენერალისტები, რომლებსაც შეეძლოთ ყველაფრის ჭამა, ყველგან ცხოვრება, ყველაფრის გაკეთება, ბოლომდე გადარჩებოდნენ. მესამე გაკვეთილი. კოლაბორაცია მნიშვნელოვანია კონკურენციაზე მეტად. ადრეული ძუძუმწოვრები, რომლებმაც გადარჩეს, იყვნენ სოციალური არსებები. ისინი ცხოვრობდნენ ჯგუფებში, ისინი ზრუნავდნენ ერთმანეთზე, ისინი იზიარებდნენ რესურსებს. ეს სოციალური ქცევა იყო მათი გადარჩენის გასაღები. მეოთხე გაკვეთილი. სწავლა მნიშვნელოვანია ინსტინქტზე მეტად. არსებები, რომლებსაც შეეძლოთ სწავლა, რომლებსაც შეეძლოთ ქცევის შეცვლა, უკეთ გადარჩებოდნენ ვიდრე ისინი, რომლებიც ეხდნობოდნენ მხოლოდ ინსტინქტს. ეს უნარი, სწავლისა და ადაპტირების უნარი, გახდა ძუძუმწოვრების ყველაზე დიდი უპირატესობა. მეხუთე გაკვეთილი. მომავლისთვის დაგეგმვა მნიშვნელოვანია მხოლოდ აწმყოზე ფოკუსირებაზე მეტად. არსებები, რომლებსაც შეეძლოთ რესურსების შენახვა, რომლებსაც შეეძლოთ მომავალი კატასტროფებისთვის მომზადება, უკეთ გადარჩებოდნენ ვიდრე ისინი, რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ აწმყოში. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს გაკვეთილები გამოიყენოთ ჩვენს თანამედროვე სიტუაციაში. ჩვენ ცხოვრობთ დროში, როცა ჩვენი პლანეტა კვლავ იცვლება, კლიმატი იცვლება, ტექნოლოგია იცვლება, საზოგადოება იცვლება და ჩვენ როგორც სახეობა უნდა ვისწავლოთ ადაპტირება. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენს სიტუაციას აქცევს განსაკუთრებულად.
ჩვენ ვართ პირველი სახეობა დედამიწის ისტორიაში, რომელსაც შეუძლია წინასწარ ხედვა კატასტროფების. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ასტეროიდი მოდის. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ კლიმატი იცვლება. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ რესურსები იწურება. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მომზადება. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ იმ პატარა ძუძუმწოვრებისგან, რომლებმაც გადარჩეს 6 კატასტროფა. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ უფრო მოქნილები, უფრო მრავალფეროვანი, უფრო კოლაბორაციული. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, ვადაპტირდეთ, ვიგეგმოთ მომავლისთვის. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა, ჩვენი ტვინი, ჩვენი უნარი სწავლისა და ადაპტირებისა, იმისთვის, რომ არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ აყვავდეთ. ან ჩვენ შეგვიძლია ვიქცეთ როგორც დინოზავრები. ძლიერები, წარმატებული, დომინანტები, მაგრამ ზედმეტად სპეციალიზებული, ზედმეტად ჩაკეტილითი, ერთად საკეტილი ერთ ცხოვრების წესში, ზედმეტად ნელი ადაპტირებისთვის, როცა სამყარო იცვლება. არჩევანი ჩვენია და ეს არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ მომდევნო 10 წლეულებში, განსაზღვრავს იქნება თუ არა ჩვენი სახეობა შემდეგი გადარჩენილი ამ გრძელ ისტორიაში. თუ გავხდებით კიდევ ერთი ფოსილია, რომელსაც მომავალი არქეოლოგები იპოვნენ და იკითხავენ, რატომ ისინი, რატომ არა ჩვენ? ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ შეხედოთ ამ მთელ ისტორიას არა როგორც წარსულს, არამედ როგორც სარკეს. წარმოიდგინეთ, რომ ყოველი ამ კატასტროფა, ყოველი გადაშენება, ყოველი ადაპტაცია, ყოველი გადარჩენა არის ექსპერიმენტი, რომელიც ბუნება ატარებს. და ახლა ამ წამს ჩვენ ვართ ამ ექსპერიმენტის ნაწილი. არა როგორც დამკვირვებლები, არა როგორც მკვლევარები, არამედ როგორც სუბიექტები. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ ექსპერიმენტს აქცევს განსაკუთრებულად საინტერესოდ. პირველად, დედამიწის 4 მილიარდი წლის ისტორიაში სუბიექტები იციან, რომ ისინი არიან ექსპერიმენტში. ჩვენ ვიცით ისტორიით ისტორია. ჩვენ ვიცით წესები. ჩვენ ვიცით რა მუშაობს და რა არა. და ეს ცოდნა, ეს უნიკალური, უპრეცედენტო ცოდნა არის ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი, ან ჩვენი ყველაზე დიდი წყევლა. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ჩაატაროთ რეალური ექსპერიმენტი, არა კომპიუტერულ სიმულაციაში, არა ლაბორატორიაში, არამედ რეალურ სამყაროში. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ აიღოთ 2 იდენტური პლანეტა. ორივეზე არის სიცოცხლე, ორივეზე არის ინტელექტუალური სახეობა, ორივეზე არის ტექნოლოგია. მაგრამ ერთ პლანეტაზე ეს სახეობა იყენებს გაკვეთილებს წარსულიდან, მეორეზე არა. პირველ პლანეტაზე ცივილიზაცია აშენებს თავის საზოგადოებას ადაპტირების პრინციპებზე. ისინი ქმნიან მრავალფეროვან ეკონომიკას, სადაც არ არის ერთი დომინანტური ინდუსტრია. ისინი ავითარებენ მრავალფეროვან ენერგიის წყაროებს, სადაც არ არის ერთი დომინანტური საწვავი. ისინი აშენებენ მრავალფეროვან საკვებ სისტემას, სადაც არ არის ერთი დომინანტური კულტურა. ისინი ქმნიან საზოგადოებას, რომელიც არის მოქნილი, ადაპტირებადი, რეზილიენტური. მეორე პლანეტაზე ცივილიზაცია აშენებს თავის საზოგადოებას ეფექტურობის პრინციპებზე. ისინი ქმნიან ეკონომიკას, რომელიც ოპტიმიზებულია ერთი ტიპის წარმოებისთვის. ისინი ავითარებენ ენერგიის სისტემას, რომელიც ეყრდნობა ერთ საწორს. ისინი აშენებენ საკვებ სისტემას, რომელიც ეყრდნობა ერთ კულტურას. ისინი ქმნიან საზოგადოებას, რომელიც არის ეფექტური, ოპტიმიზებული, სპეციალიზებული. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ორივე პლანეტაზე ხდება კატასტროფა. არა ასტეროიდი, არა ვულკანური ამოფრქვევა, არამედ რაღაც, რაც უფრო ახლოს არის ჩვენს რეალობასთან. წარმოიდგინეთ, რომ კლიმატი იცვლება, ან პანდემია ვრცელდება, ან რესურსები იწურება, ან ტექნოლოგია ვერ მუშაობს. რაიმე, რაც მოითხოვს სწრაფ ადაპტაციას. პირველ პლანეტაზე ცივილიზაცია ადაპტირდება. როცა ერთი ინდუსტრია ვარდება, სხვები აგრძელებენ მუშაობას. როცა ერთი ენერგიის წყარო ვერ მუშაობს, სხვები ავსებენ ხარვეს. როცა ერთი საკვები კულტურა ვერ იზრდება, სხვები უზრუნველყოფენ კვებას. საზოგადოება განიცდის სტრესს, მაგრამ ის არ იშლება. ის იხრება, მაგრამ არ იტეხება. მეორე პლანეტაზე ცივილიზაცია იშლება. როცა დომინანტური ინდუსტრია ვარდება, მთელი ეკონომიკა კოლაფსირდება. როცა დომინანტური ენერგიის წყარო ვერ მუშაობს, მთელი საზოგადოება ჩერდება. როცა დომინანტური საკვები კულტურა ვერ იზრდება, იწყება შიმშილი. საზოგადოება არ იხრება, ის იტეხება. ეს არ არის ჰიპოთეტური ექსპერიმენტი. ეს არის რეალური ისტორია. ჩვენ ვიცით ეს, რადგან ჩვენ ვნახეთ ეს. არა 2 პლანეტაზე, არამედ ერთზე, ჩვენზე. ჩვენ ვნახეთ ცივილიზაციები, რომლებმაც გადარჩეს, რადგან ისინი იყვნენ მოქნილები. და ჩვენ ვნახეთ ცივილიზაციები, რომლებიც დაიშალნენ, რადგან ისინი იყვნენ ზედმეტად სპეციალიზებული. წარმოიდგინეთ მაიას ცივილიზაცია.
ცენტრალურ ამერიკაში 1000 წლის წინ მაიები ააშენეს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ცივილიზაცია თავის დროში. ისინი ააშენეს გიგანტური ქალაქები. ისინი შექმნეს რთული მათემატიკა და ასტრონომია. ისინი განავითარეს წერა და ხელოვნება. მაგრამ მათი საკვების სისტემა ეკორდნობოდა ძირითადად ერთ კულტურას, სიმინდს. და მათი წყლის სისტემა ეკორდნობოდა წვიმას. როცა კლიმატი შეიცვალა, როცა წვიმა შემცირდა, მათი მთელი სისტემა დაიწყო კოლაფსირება. სიმინდი ვერ იზრდებოდა, წყალი ვერ იყო საკმარისი, ქალაქები დაიწყეს დაცლა. და ბოლოს, ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა ათასობით წლის განმავლობაში, დაიშალა რამდენიმე თაობაში. არა იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ ჭკვიანები, არა იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ ძლიერები, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ზედმეტად სპეციალიზებული. ახლა წარმოიდგინეთ რომის იმპერია. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 2000 წლის წინ რომაელებმა ააშენეს იმპერია, რომელიც მოიცავდა 3 კონტინენტს. ისინი ააშენეს გზები, აკვედუკები, ქალაქები. ისინი შექმნეს კანონები, ფილოსოფია, ხელოვნება, მაგრამ მათი ეკონომიკა ეკორდნობოდა მონობას. მათი საკვების სისტემა ეკორდნობოდა იმპორტს შორეული პროვინციებიდან. მათი სამხედრო ძალა ეყრდნობოდა ლეგიონებს, რომლებიც იყვნენ ძვირი და რთული შესანარჩუნებელი. როცა იმპერია გახდა ზედმეტად დიდი, როცა ეკონომიკა გახდა ზედმეტად რთული, როცა სამხედრო ხარჯები გახდა ზედმეტად მაღალი, მთელი სისტემა დაიწყო კოლაფსირება. პროვინციები დაიწყეს გამოყოფა, ეკონომიკა დაიწყო ინფლაცია, ლეგიონები ვერ შეინარჩუნეს საზღვრები და ბოლოს იმპერია, რომელიც არსებობდა 1000 წლის განმავლობაში, დაიშალა. არაერთი დარტყმით, არაერთი მტრის მიერ, არამედ 1000 პატარა პრობლემით, რომლებიც დაგროვდა, სანამ სისტემა ვერ გაუძლო. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ ისტორიებს აქცევს არა მხოლოდ გაფრთხილებად, არამედ გაკვეთილად. არსებობდნენ ცივილიზაციები, რომლებმაც გადარჩეს. არსებობდნენ საზოგადოებები, რომლებმაც ადაპტირდნენ. და თუ ჩვენ შევისწავლით მათ, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ პასუხები. წარმოიდგინეთ იაპონია. კუნძული ქვეყანა, რომელიც არსებობს ერთ-ერთ ყველაზე გეოლოგიურად აქტიურ რეგიონში პლანეტაზე. მიწისძვრები, ცუნამძვრები, ცუნამი, ვულკანები, ტაიფუნები. ყოველი ამ კატასტროფა ხდება რეგულარულად, მაგრამ იაპონური საზოგადოება არა მხოლოდ გადარჩა, ის აყვავდა. როგორ? პასუხი არის ადაპტირებაში. იაპონელებმა ააშენეს თავიანთი საზოგადოება იმ პრინციპზე, რომ კატასტროფები მოხდება. ისინი არ ცდილობენ თავიდან აიცილონ მიწისძვრები. ეს შეუძლებელია. ამის ნაცვლად ისინი აშენებენ შენობებს, რომლებიც გაუძლებენ მიწისძვრებს. ისინი არ ცდილობენ თავიდან აიცილონ ცუნამი. ეს შეუძლებელია. ამის ნაცვლად ისინი აშენებენ გაფრთხილების სისტემებს და ევაკუაციის გეგმებს. ისინი არ ცდილობენ თავიდან აიცილონ კატასტროფები. ისინი ემზადებიან მათთვის. ეს არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ რეზილიენტობას, resilience. უნარი არა თავიდან აიცილო სტრესი, არამედ გაუძლო მას და აღდგე. და ეს უნარი არ არის მხოლოდ ინჟინერიის შესახებ. ის არის კულტურის შესახებ. ის არის ფსიქოლოგიის შესახებ. ის არის იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობს საზოგადოება კატასტროფებზე. ეხლა წარმოიდგინეთ ჰოლანდია. ქვეყანა, სადაც ნახევარი ტერიტორია არის ზღვის დონეზე ქვემოთ. ყოველი წელი, ყოველი ქარიშხალი, ყოველი წვიმა არის პოტენციური კატასტროფა. მაგრამ ჰოლანდიელებმა არა მხოლოდ გადარჩეს, ისინი შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქვეყანა ევროპაში. როგორ? პასუხი არის ინჟინერიაში და დაგეგმვაში. ჰოლანდიელებმა ააშენეს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი წყლის მართვის სისტემა მსოფლიოში. კაშხლები, არხები, ტუმბოები. ყველა ეს სისტემა მუშაობს ერთად, რათა დაიცვას ქვეყანა წყალმოვარდნისგან. მაგრამ აქ არის რაღაც მნიშვნელოვანი. ეს სისტემა არ არის სტატიკური. ის მუდმივად იცვლება, მუდმივად ადაპტირდება. ადაპტირდება, როცა ზღვის დონე იზრდება, ისინი აშენებენ უფრო მაღალ კაშხლებს. როცა წვიმა იზრდება, ისინი აშენებენ უფრო დიდ არხებს. ისინი არ ელოდებიან კატასტროფას. ისინი მუდმივად ემზადებიან. ეს არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ adaptive managements, adaptive management. უნარი არა შექმნა ერთი სტატიკური გეგმა, არამედ მუდმივად შეცვალო გეგმა, როცა პირობები იცვლება. და ეს უნარი არის ზუსტად ის, რაც საჭირო იყო იმ პატარა ჯუჯუმწოვრებს, რომლებმაც გადარჩეს 6 დიდი გადაშენება. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც უნდა ვკითხოს. რატომ ზოგიერთი საზოგადოება ავითარებს ამ უნარებს, ხოლო სხვები არა? რატომ ზოგიერთი ცივილიზაცია აშენებს რეზილიენტურ სისტემებს, ხოლო სხვები სპეციალიზებულს? პასუხი არ არის მარტივი, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი. ერთი ფაქტორი არის გეოგრაფია. საზოგადოებები, რომლებიც ცხოვრობენ გარემოში, სადაც კატასტროფები ხშირია, მიწისძვრები, ცუნამი, ქარიშხლები,
სწავლობენ ადაპტირებას, რადგან მათ არ აქვთ უთარჩევანი. საზოგადოებები, რომლებიც ცხოვრობენ უფრო სტაბილურ გარემოში, შეიძლება არ განავითარონ ეს უნარები, რადგან მათ არ ჭირდებათ, სანამ არ მოხდება რაღაც. მეორე ფაქტორი არის ისტორია. საზოგადოებები, რომლებმაც გადაიტანეს კატასტროფები წარსულში, ინახავენ ამ მეხსიერებას. ისინი გადასცემენ ისტორიებს თაობიდან თაობამდე. ისინი აშენებენ ინსტიტუტებს, რომლებიც დაფუძნებულია ამ გამოცდილებაზე. საზოგადოებები, რომლებსაც არ აქვთ ეს მეხსიერება, შეიძლება დაივიწყონ გაკვეთილები. მესამე ფაქტორი არის კულტურა. ზოგიერთი კულტურა აფასებს მოქნილობას, ადაპტირებას, ცვლილებას. სხვები აფასებენ სტაბილურობას, ტრადიციას, უცვლელობას. არც ერთი არ არის თავისთავად ცუდი ან კარგი, მაგრამ როცა გარემო სწრაფად იცვლება, პირველი ტიპის კულტურა უკეთ გადარჩება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ცოდნა. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ აიღოთ პრინციპები, რომლებიც მუშაობდა იაპონიაში, ჰოლანდიაში და გამოიყენოთ ისინი გლობალურ დონეზე. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ააშენოთ გლობალური ცივილიზაცია, რომელიც არის რეზილიენტური, ადაპტირებადი, მოქნილი. ეს არ არის უტოპია. ეს არის პრაქტიკული აუცილებლობა. რადგან ჩვენ ცხოვრობთ დროში, როცა გლობალური კატასტროფები ხდება უფრო ხშირი და უფრო ინტენსიური, შესაბამისად ჩვენ უნდა გავყოთ ცხოვრება ამ შეცდომების წინაშე. 64 წლამდე ანალიზირებულ ამ მოვლენებს გამოცხადებული ხალხი მხოლოდ ერთი რამით გამოირჩევა. მათში არ არის საშიშროება და მათ არ აქვს საშიშროება სახლებში. ხშირი და უფრო ინტენსიური, კლიმატის ცვლილება, პანდემიები, ეკონომიკური კრიზისები, ტექნოლოგიური დისრაპციები. ყველა ეს გამოწვევა მოითხოვს ადაპტაციას. და თუ ჩვენ არ ვისწავლით ადაპტირებას, ჩვენ გავხდებით როგორც დინოზავრები. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ გამოწვევას აქცევს არა მხოლოდ საშიშად, არამედ შესაძლებლობად. ჩვენ ვართ პირველი სახეობა, რომელსაც შეუძლია შეგნებულად დიზაინი გაუკეთოს საკუთარ ევოლუციას. ჩვენ არ უნდა ველოდოთ ბუნებრივ გადარჩევას. ჩვენ შეგვიძლია აირჩიოთ, როგორ ვადაპტირდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავითხოვთ ახლა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია აიღოთ ყველა გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ, ფოსილიებიდან, ისტორიიდან, თანამედროვე საზოგადოებებიდან და გამოვიყენოთ ისინი ახალი ტიპის ცივილიზაციის ასაშენებლად. ცივილიზაცია, რომელიც არ ეხორდნობა ერთენ ენერგიის წყაროს, არამედ იყენებს მრავალფეროვან პორტფელს, მზე, ქარი, წყალი, ბირთვული, გეოთერმული. ცივილიზაცია, რომელიც არ ეხდნობა ერთ საკვებ სისტემას, არამედ იყენებს მრავალფეროვან მიდგომებს, ტრადიციულ სოფლის მეურნეობას, ვერტიკალურ ფერმებს, ლაბორატორიულ ხორცს, მდგრად თევზჭერას. ცივილიზაცია, რომელიც არ ეყრდნობა ერთ ეკონომიკურ მოდელს, არამედ ექსპერიმენტირებს სხვადასხვა სისტემებით. ეს არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ პორტფოლიო მიდგომას, portfolio approach. იდეა, რომ მრავალფეროვნება არის რისკის მენეჯმენტის საუკეთესო ფორმა. როცა თქვენ არ იცით, რომელი სისტემა იმუშავებს მომავალში, საუკეთესო სტრატეგია არის ბევრი სხვადასხვა სისტემის ქონა. ზოგიერთი ვერ იმუშავებს, მაგრამ სხვები იმუშავებს და ის საკმარისია. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ მიდგომას აქცევს რთულად. ის მოითხოვს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს ბუნებრივ ინსტინქტზე ოპტიმიზაციისთვის. ჩვენ როგორც სახეობა გვიყვარს ეფექტურობა, გვიყვარს ოპტიმიზაცია, გვიყვარს პოვნა ერთი საუკეთესო გზისა და გამოყენება მისი. ეს ინსტინქტი გვეხმარა ბევრ რამეში. ის გვეხმარა ააშენოთ ტექნოლოგია, ის გვეხმარა გაზარდოთ წარმოება, ის გვეხმარა შეგვექმნა კეთილდღეობა. მაგრამ ეს იგივე ინსტინქტი ასევე ქმნის მოწყვლადობას. როცა ჩვენ ოპტიმიზებთ ერთი მიზნისთვის, მაგალითად მაქსიმალური მოგებისთვის, ჩვენ ხშირად ვაკარგავთ რეზილიენტობას. ჩვენ ვქმნით სისტემებს, რომლებიც მუშაობენ შესანიშნავად ერთ პირობებში, მაგრამ იშლებიან, როცა პირობები იცვლება. წარმოიდგინეთ თანამედროვე საკვების სისტემა. ჩვენ ვაწარმოებთ საკვებს უფრო ეფექტურად, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ჩვენ გვაქვს გიგანტური ფერმები, რომლებიც აწარმოებენ ერთ კულტურას მილიონობით ჰექტარზე. ჩვენ გვაქვს გლობალური მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც ატარებენ საკვებს ათასობით კილომეტრზე. ჩვენ გვაქვს სუპერმარკეტები, რომლებიც სავსენი არიან საკვებით ყოველდღე. ეს სისტემა არის საოცრად ეფექტური, მაგრამ ის ასევე არის საოცრად მოწყვლადი. თუ ერთი დაავადება დაარტყამს დომინანტურ კულტურას, მთელი მოსავალი შეიძლება დაიკარგოს. თუ ერთი ტრანსპორტის მარშრუტი ჩაიკეტება, მთელი რეგიონი შეიძლება დარჩეს საკვების გარეშე. თუ ერთი კომპონენტი სისტემაში ვერ მუშაობს, მთელი სისტემა შეიძლება კოლაფსირდეს. ჩვენ ვაწყობთ ეფექტურობას რეზილიენტობაზე და ეს არის საშიში. ეხლა წარმოიდგინეთ ალტერნატივა. წარმოიდგინეთ საკვების სისტემა, რომელიც არის ნაკლებად ეფექტური, მაგრამ უფრო რეზილიენტური. სადაც ფერმერები აწარმოებენ მრავალფეროვან კულტურებს, არა მხოლოდ ერთს. სადაც საკვები მოდის ადგილობრივი წყაროებიდან, არა მხოლოდ გლობალური ჯაჭვებიდან.
სადაც არსებობს რეზერვები და ბუფერები, არა მხოლოდ just in time მიწოდება. ეს სისტემა იქნება ნაკლებად ეფექტური ნორმალურ დროში, მაგრამ ის იქნება უფრო რეზილიენტური კრიზისის დროს. ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. არა მხოლოდ საკვებში, არამედ ყველაფშიში, ენერგიაში, ენერგიაში, ტრანსპორტში, კომუნიკაციაში, ჯანდაცვაში, განათლებაში. ყოველ სისტემაში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, ეს სისტემა ოპტიმიზებულია ეფექტურობისთვის თუ რეზილიენტობისთვის. და თუ პასუხი არის მხოლოდ ეფექტურობა, ჩვენ ვინ უნდა გადავხედოთ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ არჩევანს აქცევს რთულად. რეზილიენტობა არის ძვირი. ის მოითხოვს რედუნდანტობას, ამატებითი სისტემების ქონას, რომლებიც შეიძლება არასოდეს გამოიყენოთ. ის მოითხოვს მრავალფეროვნებას, ბევრი სხვადასხვა მიდგომის ქონას, როცა ერთი შეიძლება იყოს საკმარისი. ის მოითხოვს ბუფერებს, რესურსების შენახვას, როცა თქვენ შეიძლება გამოიყენოთ ისინი ახლა. ყველა ეს რამ ღირს ფულს, ღირს დროს, ღირს ძალისხმევას. და მოკლევადიან პერსპექტივაში ის გამოიყურება როგორც ფლანგვა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის არის ინვესტიცია. ინვესტიცია გადარჩენაში. წარმოიდგინეთ კომპანია, რომელიც აშენებს თავის ბიზნესს რეზილიენტობის პრინციპებზე. ეს კომპანია არ ეყრდნობა ერთ მომწოდებელს, მას აქვს რამდენიმე. ის არ ეყრდნობა ერთ ბაზარს, ის მუშაობს რამდენიმეში. ის არ ეყრდნობა ერთ პროდუქტს, მას აქვს მრავალფეროვანი პორტფელი. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს კომპანია შეიძლება იყოს ნაკლებად მომგებიანი ვიდრე მისი კონკურენტები, რომლებიც ოპტიმიზებულნი არიან ეფექტურობისთვის. მაგრამ როცა მოდის კრიზისი და კრიზისი ყოველთვის მოდის, ეს კომპანია გადარჩება. მისი კონკურენტები, რომლებიც ეყრდნობოდნენ ერთ მომწოდებელს, ერთ ბაზარს, ერთ პროდუქტს, კოლაფსირდებიან. და ბოლოს, რეზილიენტური კომპანია არა მხოლოდ გადარჩება, ის აკვავდება, რადგან ის დაიკავებს ბაზრის წილს, რომელიც ადრე ეკუთვნოდა მის კონკურენტებს. ეს არის ის, რასაც ეკონომისტები უწოდებენ ანტიფრაგილობას, anti-fragility. იდეა, რომელიც შემოიღო ნასიმ ტალები. ანტიფრაგილური სისტემა არ არის მხოლოდ რეზილიენტური, ის არ არის მხოლოდ ის, რომ გაუძლებს სტრესს. ანტიფრაგილური სისტემა რეალურად ხდება უფრო ძლიერი სტრესის შემდეგ. ის სწავლობს, ის ადაპტივდება, ის იზრდება. წარმოიდგინეთ თქვენი იმუნური სისტემა. როცა თქვენ ხვდებით ახალ პათოგენს, თქვენი სხეული განიცდის სტრესს. მაგრამ ის არა მხოლოდ გადარჩება, ის სწავლობს, ის ქმნის ანტისხეულებს. და შემდეგ ჯერზე, როცა თქვენ ხვდებით იმავე პათოგენს, თქვენი სხეული არის მზად, ის არის უფრო ძლიერი. ეს არის ანტიფრაგილობა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ააშენოთ ჩვენი მთელი ცივილიზაცია ამ პრინციპზე. ცივილიზაცია, რომელიც არ ცდილობს თავიდან აიცილოს ყველა კრიზისი, ეს შეუძლებელია. ამის ნაცვლად ცივილიზაცია, რომელიც სწავლობს ყოველი კრიზისიდან, რომელიც ხდება უფრო ძლიერი ყოველი გამოწვევის შემდეგ, რომელიც იყენებს სტრესს როგორც შესაძლებლობას ზრდისთვის. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის რეალური მეცნიერება. მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ რთულ სისტემებს, ეკოსისტემებს, ეკონომიკებს, საზოგადოებებს, აღმოაჩინეს, რომ ყველაზე წარმატებული სისტემები არიან ისინი, რომლებიც არიან ანტიფრაგილური. ისინი არიან სისტემები, რომლებიც არა მხოლოდ გადარჩებიან სტრესს, არამედ იყენებენ მას ზრდისთვის. მაგრამ როგორ ვააშენოთ ასეთი სისტემები? როგორ ვქნათ ანტიფრაგილური ცივილიზაცია? პასუხი მოდის კვლავ იმ პატარა ძუძუმწოვრებისგან, რომლებმაც გადარჩეს 6 დიდი გადაშენება. პირველი პრინციპი – მრავალფეროვნება. ნუ დაეყრდნობით ერთ რამეს. გქონდეთ ბევრი სხვადასხვა ოპცია, ბევრი სხვადასხვა სტრატეგია, ბევრი სხვადასხვა გზა წარმატებისკენ. მეორე პრინციპი – რედუნდანტობა. გქონდეთ დამატებითი სისტემები, ბექაპები, რეზერვები. ნუ იქნებით ზედმეტად ეფექტური. დატოვეთ ადგილი შეცდომისთვის. მესამე პრინციპი – მოდულარობა. ააშენეთ სისტემები, რომლებიც შედგება დამოუკიდებელი მოდულებისგან. თუ ერთი მოდული ვერ მუშაობს, სხვები გააგრძელებებენ. ნუ შექმნით სისტემებს, სადაც ყველაფერი დაკავშირებულია ყველაფერთან. მეოთხე პრინციპი – ადაპტირება. ააშენეთ სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ სწავლა და ცვლილება. ნუ შექმნით ჯაჭვურ სისტემებს. შექმნით მოქნილი სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ევოლუცია. მეხუთე პრინციპი – ექსპერიმენტირება. ნუ ეძებთ ერთ სრულყოფილ გადაწყვეტას. სცადეთ ბევრი სხვადასხვა რამ. ნახეთ რა მუშაობს. ისწავლეთ შეცდომებიდან. გააგრძელეთ ექსპერიმენტირება. ეს ხუთი პრინციპი – მრავალფეროვნება, რედუნდანტობა, მოდულარობა, ადულარობა, ედაპტირება, ექსპერიმენტირება – არის საფუძველი ანტიფროელი ანტიფრაგილური სისტემებისა. და ისინი არის ზუსტად ის პრინციპები, რომლებიც გამოიყენა ევოლუციამ 4 მილიარდი წლის განმავლობაში. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს პრინციპები ჩვენს თანამედროვე გამოწვევებზე.
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვააშენოთ ენერგიის სისტემა, რომელიც არის მრავალფეროვანი: მზე, ქარი, წყალი, ბირთვული, გეოთერმული, რომელიც არის რედუნდანტური, დამატებითი სიმძლავრე, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ კრიზისის დროს, რომელიც არის მოდულარული, ადგილობრივი ქსელები, რომლებიც შეუძლიათ ფუნქციონირება დამოუკიდებლად, რომელიც არის ადაპტირებადი, ტექნოლოგიები, რომლებიც მუდმივად იცვლება და უმჯობესდება. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვააშენოთ საკვების სისტემა, რომელიც არის მრავალფეროვანი, ბევრი სხვადასხვა კულტურა, ბევრი სხვადასხვა მეთოდი, რომელიც არის რედუნდანტური, რეზერვები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ შიმშილის დროს, რომელიც არის მოდულარული, ადგილობრივი ფერმები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული გლობალურ ჯაჭვებზე, რომელიც არის ადაპტირებადი, ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ვერტიკალური ფერმები და ლაბორატორიული ხორცი. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვააშენოთ ეკონომიკა, რომელიც არის მრავალფეროვანი, ბევრი სხვადასხვა ინდუსტრია, ბევრი სხვადასხვა ბიზნეს მოდელი, რომელიც არის რედუნდანტური, სოციალური უსაფრთხოების ქსელები, რომლებიც იცავენ ადამიანებს კრიზისის დროს, რომელიც არის მოდულარული, ადგილობრივი ეკონომიკები, რომლებიც არ არიან ზედმეტად დამოკიდებული გლობალურ ბაზრებზე, რომელიც არის ადაპტირებადი, ახალი ტექნოლოგიები და ბიზნეს მოდელები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან. ეს არ არის უტოპია, ეს არის პრაქტიკული გეგმა. გეგმა, რომელიც დაფუძნებულია 4 მილიარდი წლის ევოლუციაზე. გეგმა, რომელიც მუშაობდა იმ პატარა ძუძუმწოვრებისთვის, რომლებმაც გადარჩეს 6 დიდი გადაშენება. გეგმა, რომელიც შეიძლება იმუშაოს ჩვენთვის. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც უნდა გკითხოს. გვაქვს თუ არა დრო? გვაქვს თუ არა ნება? გვაქვს თუ არა ხედვა, რომ ავაშენოთ ასეთი ცივილიზაცია? პასუხი დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენ ვართ პირველი სახეობა დედამიწის ისტორიაში, რომელსაც შეუძლია შეგნებულად აირჩიოს საკუთარი მომავალი. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ წარსულიდან. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ცოდნა მომავლის ასაშენებლად. ან ჩვენ შეგვიძლია უგულებელყოთ ეს გაკვეთილები და გავიმეოროთ იგივე შეცდომები. არჩევანი ჩვენია. და ეს არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ ახლა, ამ თაობაში, განსაზღვრავს იქნება თუ არა ჩვენი სახეობა შემდეგი წარმატების ისტორია ამ გრძელ ისტორიაში, თუ გავხდებით კიდევ ერთი გაფრთხილების ისტორია. დინოზავრები დომინირებდნენ 175 მილიონი წლის განმავლობაში. ისინი იყვნენ წარმატებული. ისინი იყვნენ ძლიერები. ისინი იყვნენ ადაპტირებული. მაგრამ როცა სამყარო შეიცვალა ზედმეტად სწრაფად, ისინი ვერ შეძლეს ადაპტირება. და ისინი გაქრმენ. ჩვენ, Homo sapiensi, არსებობთ მხოლოდ 300,000 წლის განმავლობაში. ჩვენი ცივილიზაცია არსებობს მხოლოდ 10,000 წლის განმავლობაში. ჩვენი ინდუსტრიული საზოგადოება არსებობს მხოლოდ 200 წლის განმავლობაში. ლობაში. ჩვენ ვართ ახალბედები ამ გრძელ ისტორიაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაც, რაც არ ჰქონდათ დინოზავრებს. ჩვენ გვაქვს ცოდნა, ჩვენ გვაქვს ხედვა, ჩვენ გვაქვს არჩევანი. კითხვა არის, რას ავირჩევთ? ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ ის, რაც მეცნიერები ხედავენ, როცა ისინი უყურებენ ჩვენს პლანეტას ამ წამს. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ აიწიოთ კოსმოსში და შეხედოთ დედამიწას ისე, როგორც ასტრონავტები ხედავენ მას. ლურჯი მარბლი, მწვანე და ყავისფერი კონტინენტები, თეთრი ღრუბლები. და თუ შეგიძლიათ დაინახოთ არა მხოლოდ ზედაპირი, არამედ მონაცემები, ყველა სენსორი, ყველა სატელიტი, ყველა გაზომვა, დაინახავთ რაღაც, რაც უნდა შეგაშფოთოთ. დაინახავთ, რომ ატმოსფეროში ნახშირ ორჟანგის დონე არის უმაღლესი ბოლო 3 მილიონი წლის განმავლობაში. დაინახავთ, რომ გლობალური ტემპერატურა იზრდება სიჩქარით, რომელიც 10-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე ბუნებრივი ცვლილებები. დაინახავთ, რომ ოკეანეები მჟავდებიან სიჩქარით, რომელიც არ ნანახია ბოლო 50 მილიონი წლის განმავლობაში. დაინახავთ, რომ სახეობები კვდებიან სიჩქარით, რომელიც შედარებადია პერმის დიდ მოგვდინებასთან. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ სურათს აქცევს არა მხოლოდ საშიშად, არამედ პარადოქსულად. ყველა ეს ცვლილება ხდება არა მიუხედავად ჩვენი ცოდნისა, არამედ ჩვენი ცოდნის გამო. ჩვენ ვიცით რა ხდება, ჩვენ ვიცით რატომ ხდება. ჩვენ ვიცით რაენ ვიცით რა მოხდება თუ ჩვენ არ შევცვლით. და მაინც, ჩვენ ვაგრძელებთ იმავე გზით. ეს არის ის, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ ცოდნა მოქმედების ხარვეს, knowledge action gap. ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ მას. რატომ? პასუხი არ არის მარტივი, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი. და ის დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ტვინი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი არის მანქანა, რომელიც შეიქმნა არა ამ სამყაროსთვის, არამედ სხვა სამყაროსთვის. სამყაროსთვის, სადაც საფრთხეები იყვნენ უშუალო და ხილული, ლომი ბუჩქებში, გველი ბილიგზე, მტერი ტომი ჰორიზონტზე. სამყაროსთვის, სადაც დრო იყო ნელი და ცვლილებები იყო თანდათანობითი.
სამყაროსთვის, სადაც თქვენი მოქმედებების შედეგები იყვნენ უშუალო და აშკარა. მაგრამ ეხლა ჩვენ ცხოვრობთ სხვა სამყაროში. სამყაროში, სადაც საფრთხეები არიან დაგვიანებული და უხილავი, კლიმატის ცვლილება, რომელიც მოხდება 10 წლეულების შემდეგ, ების შემდეგ. სამყაროში, სადაც დრო არის სწრაფი და ცვლილებები არიან ექსპონენციალური. სამყაროში, სადაც თქვენი მოქმედებების შედეგები არიან გლობალური და რთული. და ჩვენი ტვინი, ეს ძველი მანქანა, ებრძვის ამ ახალ რეალობას. ეს არის ის, რასაც ნეირომეცნიერები უწოდებენ ევოლუციურ შეუსაბამობას, evolutionary mismatch. ჩვენი ტვინი ევოლუციონირდა ერთი ტიპის პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ეხლა ჩვენ ვაწყდებით სრულიად სხვა ტიპის პრობლემებს. და ეს შეუსაბამობა ქმნის პრობლემებს. პირველი პრობლემა. ჩვენი ტვინი ცუდია. გრძელვადიანი საფრთხეების შეფასებაში. როცა საფრთხე არის უშუალო, ლომი, რომელიც გეტევა, თქვენი ტვინი რეაგირებს მყისიერად. ადრენალინი, გულისცემის გაზრდა, მზადყოფნა ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის. მაგრამ როცა საფრთხე არის დაგვიანებული, კლიმატის ცვლილება, რომელიც მოხდება 30 წელში, თქვენი ტვინი თითქმის არაფერს გრძნობს. არა ადრენალინს, არა გულისცემის გაზრდას, არა მზადყოფნას. მეორე პრობლემა. ჩვენი ტვინი ცუდია ექსპონენციალური ზრდის გაგებაში. ჩვენ ვართ კარგები ხაზოვანი ცვლილებების გაგებაში. 1, 2, 3, 4, მაგრამ ჩვენ ვართ ცუდები ექსპონენციალური ცვლილებების გაგებაში. 1, 2, 4, 8, 16, 32. და ბევრი თანამედროვე პრობლემა, კლიმატის ცვლილება, ტექნოლოგიური ზრდა, პანდემიები, არის ექსპონენციალური. მესამე პრობლემა. ჩვენი ტვინი ცუდია სისტემური რისკების გაგებაში. ჩვენ ვართ კარგები ინდივიდუალური საფრთხეების გაგებაში. ეს ლომი შეიძლება მომკლას, მაგრამ ჩვენ ვართ ცუდები სისტემური საფრთხეების გაგებაში. ეს ეკონომიკური სისტემა შეიძლება კოლაფსირდეს, ეს ეკოსისტემა შეიძლება დაიშალოს, ეს ცივილიზაცია შეიძლება ჩავარდეს. ყველა ეს პრობლემა ერთად ქმნის სიტუაციას, სადაც ჩვენ ვიცით რა ხდება, მაგრამ ჩვენ არ გვგრძნობთ მას. ჩვენ ვიცით, რომ კლიმატის ცვლილება არის რეალური, მაგრამ ის არ გვეჩვენება რეალურად. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საშიში, მაგრამ ის არ გვეჩვენება საშიშად. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ჩვენ არ გვგრძნობ სასწრაფოობას. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ პრობლემას აქცევს არა უიმედოდ, არამედ გადასაჭრელად. ჩვენი ტვინი მიუხედავად მისი შეზღუდვებისა, ასევე არის ყველაზე ადაპტირებადი ორგანო, რომელიც ოდესმე ევოლუციონირდა. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, ჩვენ შეგვიძლია შევიცვალოთ, ჩვენ შეგვიძლია ვენ, შეგვიძლია გადავლახოთ ჩვენი ევოლუციური შეზღუდვები. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ხდება ეს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც იზრდება ოჯახში, სადაც არავინ საუბრობს კლიმატის ცვლილებაზე, სადაც ყველა ცხოვრობს ისე, თითქოს მომავალი იქნება ზუსტად როგორც აწმყო. ეს ადამიანი ბუნებრივად იფიქრებს იმავე გზით. მისი ტვინი არ რეაგირებს კლიმატის ცვლილებაზე, რადგან ის არ არის ნაწილი მისი ყოველდღიური გამოცდილებებისა. მაგრამ შემდეგ რაღაც ხდება. შესაძლოა ეს ადამიანი ნახავს დოკუმენტურ ფილმს, ან წაიკითხავს წიგნს, ან ესაუბრება მეცნიერს, ან განიცდის პირადად ექსტრემალურ ამინდს. და რაღაც იცვლება მის ტვინში. ის იწყებს ხედვას კავშირებისა. ის იწყებს გაგებას ნიმუშებისა. ის იწყებს გრძნობას სასწრაფოობისა. და ის იწყებს მოქმედებას. ეს არის ის, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ გააზრებას, insight. მომენტი, როცა რაღაც, რაც იყო აბსტრაქტული, ხდება კონკრეტული. როცა რაღაც, რაც იყო შორეული, ხდება უშუალო. როცა რაღაც, რაც იყო სხვისი პრობლემა, ხდება თქვენი პრობლემა. და ეს გააზრება არის გასაღები ცოდნა მოქმედების ხარვეზის გადალახვისთვის. მაგრამ აქ არის კითხვა. როგორ ვქნათ ეს გააზრება? როგორ გავხადოთ კლიმატის ცვლილება რეალურად, როცა ის არის ასე აბსტრაქტული? როგორ გავხადოთ ის სასწრაფოდ, როცა ის არის ასე დაგვიანებული? როგორ გავხადოთ ის პირადად, როცა ის არის ასე გლობალური? პასუხი მოდის კვლავ ევოლუციური ფსიქოლოგიიდან. ჩვენი ტვინი მიუხედავად მისი შეზღუდვებისა, რეაგირებს გარკვეულ ტიპის ინფორმაციაზე. არა სტატისტიკაზე, არა აბსტრაქტულ მონაცემებზე, არამედ ისტორიებზე, სახეებზე, ემოციებზე, პირად გამოცდილებაზე. წარმოიდგინეთ, რომ მეცნიერი გეუბნებათ, გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 1 გრადუსით ცელსიუსით ბოლო 100 წელში და შეიძლება გაიზარდოს კიდევ 2 გრადუსით მომდევნო 80 წლის განმავლობაში. ეს არის ფაქტი, ეს არის მნიშვნელოვანი. მაგრამ თქვენი ტვინი თითქმის არაფერს გრძნობს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე მეცნიერი გეუბნებათ ისტორიას. ვიცნობდი ფერმეს ბანგლადეშში. მას ჰქონდა პატარა ფერმა, სადაც ის აწარმოებდა ბრინჯს. ყოველ წელს მდინარე ადიოდა და ტოვებდა ნაყოფიერ ნიადაგს მის მიწაზე. მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში წყალდიდობები გახდნენ უფრო ძლიერი.
ბოლო წელს წყალმა წაიღო მთელი მისი მოსავალი. წაიღო მისი სახლი, წაიღო მისი ოჯახი. მისი ოჯახი. ეხლა ის ცხოვრობს ლტოლვილთა ბანაკში. ეს არის იგივე ფაქტი, კლიმატის ცვლილება, მაგრამ ეხლა თქვენი ტვინი რეაგირებს. თქვენ გძნობთ რაღაცას. ეს არის ის, რასაც კომუნიკაციის მეცნიერები უწოდებენ ნარატიულ ტრანსპორტს, narrative transport. როცა თქვენ ისმენთ კარგ ისტორიას, თქვენი ტვინი არ ამუშავებს მას როგორც ინფორმაციას, ის ამუშავებს მას როგორც გამოცდილებას. თქვენ არ უბრალოდ იცით, რომ ფერმერმა დაკარგა თავისი ფერმა, თქვენ გრძნობთ მის ტკივილს, თქვენ ხედავთ მის სახეს, თქვენ ცხოვრობთ მის ისტორიაში. და ეს ემოციური კავშირი ქმნის მოტივაციას მოქმედებისთვის. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ მიდგომას აქცევს რთულად. ისტორიები, მიუხედავად მათი ძალისა, ასევე შეიძლება იყოს მანიპულაციური. ისინი შეიძლება გამოიყენონ ემოციების გასააქტიურებლად, არა აზროვნების. ისინი შეიძლება შექმნან პანიკა, არა მოქმედება. ისინი შეიძლება გამოიწვიონ პარალიზი, არა ცვლილება. და აქ ჩნდება რაღაც, რაც მეცნიერები ხშირად არ ამბობენ, მაგრამ რაც არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი. კლიმატის ცვლილების შესახებ კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ფაქტების გადაცემის შესახებ. ის არის ემოციების მართვის შესახებ. ის არის იმის შესახებ, თუ როგორ გავხადოთ ადამიანები შეშფოთებული საკმარისად, რომ მოიქცნენ, მაგრამ არა ისე შეშფოთებული, რომ დანებდნენ. წარმოიდგინეთ სპექტრი. ერთ ბოლოში არის უგულებელყოფა. კლიმატის ცვლილება არ არის რეალური. ან ეს არ არის ჩემი პრობლემა. მეორე ბოლოში არის სასოწარკვეთა. ყველაფერი დაკარგულია. ან ზედმეტად გვიანია რაიმეს გასაკეთებლად. ორივე ეს პოზიცია იწვევს უმოქმედობას. პირველი, რადგან ადამიანები არ ხედავენ პრობლემას, მეორე, რადგან ისინი არ ხედავენ გადაწყვეტას. მაგრამ შუაში ამ ორ ექსტრემუმს შორის არის ოპტიმალური ზონა. ზონა, სადაც ადამიანები აღიარებენ პრობლემას, მაგრამ ასევე ხედავენ გადაწყვეტებს. სადაც ისინი გრძნობენ სასტრაფოობას, მაგრამ არა პანიკას. სადაც ისინი არიან შეშფოთებული, მაგრამ არა პარალიზებული. ეს არის ზონა, სადაც მოქმედება ხდება შესაძლებელი. და აქ არის რაღაც, რაც ამ ზონას აქცევს მიღწევადად. ჩვენ უკვე გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა კლიმატის ცვლილების გადასაჭრელად. არა მომავალში, არა 10 წლის შემდეგ, არამედ ეხლა. მზის პანელები, რომლებიც უკვე არიან უფრო იაფი ვიდრე ნახშირი. ქარის ტურბინები, რომლებიც უკვე აწარმოებენ კომკომლებიც, უკვე აწარმოებენ ელექტროენერგიას მილიონობით სახლისთვის. ელექტრომანქანები, რომლებიც უკვე არიან უკეთესი ვიდრე ბენზინის მანქანები. ბატარეები, რომლებიც უკვე შეუძლიათ შეინახონ ენერგია დღეებისა და კვირებისთვის. ყველა ეს ტექნოლოგია არსებობს. ყველა ეს ტექნოლოგია მუშაობს. ყველა ეს ტექნოლოგია ხდება უკეთესი და იაფი ყოველ წელს. პრობლემა არ არის ტექნოლოგია. პრობლემა არის ნება. პრობლემა არის სისწრაფე. პრობლემა არის მასშტაბი. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გადავთვლიდეთ არა როგორც ინდივიდები, არამედ როგორც სახეობა, რომ კლიმატის ცვლილება არის ჩვენი პრიორიტეტი ნომერ 1. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მოვიქცეთ იმავე სისწრაფით, რომლითაც ჩვენ მოვიქეით მეორე მსოფლიო ომის დროს, ან კოსმოსურ ბოლაში, ან კოვიდის ვაქცინის შექმნაში. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მობილიზებული ვიყავით. რა მოხდებოდა? პასუხი არის გასაოცარი. ჩვენ შეგვეძლო გადაგვეჭრა ეს პრობლემა 10 წლის განმავლობაში, არა 100 წელში, არა 50 წელში, არამედ 10 წელში. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის მათემატიკა. მეცნიერები გამოთვალეს, რომ თუ ჩვენ დავიწყებთ ახლა და მოვიქცევით სწრაფად, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მთელი ენერგიის სისტემა, ყველა ელექტროსადგური, ყველა მანქანა, ყველა ქარხანა, განახლებად ენერგიაზე 10 წლის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ტყეების გაჩეხვა და დავიწყოთ ხეების დარგვა მასშტაბით, რომელიც შეცვლის ატმოსფეროს. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა ისე, რომ ის არა მხოლოდ არ აწარმოებდეს ნახშირორ ჟანგს, არამედ შთანთქავდეს მას. ყველა ეს რამ არის ტექნიკურად შესაძლებელი. ყველა ეს რამ არის ეკონომიკურად მიღწევადი. ერთადერთი რამ, რაც გვაკლია, არის კოლექტიური ნება. ერთადერთი რამ, რაც გვაკლია, არის გადაწყვეტილება, რომ ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ გადაწყვეტილებას აქცევს რთულად. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ძალა და რესურსები არ არის თანაბრად განაწილებული. ზოგიერთ ქვეყანას აქვს ბევრი ფული და ტექნოლოგია, სხვებს ცოტა. ზოგიერთ ადამიანს აქვს ბევრი ძალა და გავლენა, სხვებს ცოტა. და ისინი, ვისაც აქვს ყველაზე მეტი ძალა, ხშირად არიან ისინი, ვისაც აქვს ყველაზე ნაკლები მოტივაცია ცვლილებისთვის. წარმოიდგინეთ CEO-ს ნავთობის კომპანიისა. ეს ადამიანი იცის, რომ კლიმატის ცვლილება არის რეალური. ის იცის, რომ მისი კომპანია არის ნაწილი პრობლემისა. მაგრამ ის ასევე იცის, რომ თუ ის შეცვლის თავის ბიზნეს მოდელს, ის დაკარგავს ფულს.
ის დაკარგავს ძალას, ის დაკარგავს თავის სამსაკარგავს, თავის სამსახურს. და ამიტომ ის აირჩევს სტატუს კოს. ის აირჩევს მოკლევადიან მოგებას გრძელვადიან გადარჩენაზე. ეს არის ის, რასაც ეკონომისტები უწოდებენ კოლექტიური მოქმედების პრობლემას. Collective action problem. სიტუაცია, სადაც ინდივიდუალური რაციონალური არჩევანი იწვევს კოლექტიურ ირაციონალურ შედეგს, სადაც ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ბოლოს ყველა კარგავს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ პრობლემას აქცევს არა უიმედოდ, არამედ გადასაჭრელად. ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანები შეუძლიათ გადალახონ კოლექტიური მოქმედების პრობლემები, როცა ისინი ხედავენ საერთო საფრთხეს და საერთო მიზანს. წარმოიდგინეთ მეორე მსოფლიო ომი. ქვეყნები, რომლებიც იყვნენ მტრები საუკუნეების განმავლობაში, გაერთიანდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ისინი გაიზიარეს რესურსები, ისინი გაიზიარეს ტექნოლოგია, ისინი გაიზიარეს ინფორმაცია და ისინი მოიგეს. წარმოიდგინეთ მონრეალის პროტოკოლი. 1987 წელს მსოფლიომ აღმოაჩინა, რომ ოზონის ფენა ანადგურდებოდა ქიმიკატების გამო, რომლებსაც ჩვენ ვიყენებდით მაცივრებში და აეროზოლებში. ყველა ქვეყანა, ყველა კომპანია შეთანხმდა შეწყვიტოს ამ ქიმიკატების გამოყენება და 30 წლის შემდეგ ოზონის ფენა აღდგება. ეს არის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ, ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ, ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ გლობალური პრობლემები. კითხვა არის, გავაკეთებთ თუ არა ამას კლიმატის ცვლილებისთვის? და აქ ჩნდება რაღაც, რაც ამ კითხვას აქცევს არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ ფილოსოფიურად. რადგან კლიმატის ცვლილება არ არის მხოლოდ ტექნიკური პრობლემა. ის არ არის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა. ის არ არის მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა. ის არის ეგზისტენციალური პრობლემა. ის არის კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც სახეობა. წარმოიდგინეთ, რომ უცხო პლანეტელილი ციცილიზაცია აკვირდება ჩვენს პლანეტას. ისინი ხედავენ სახეობას, რომელმაც მიაღწია წარმოუდგენელ ტექნოლოგიურ დონეს. სახეობას, რომელმაც გაიგო ატომი, რომელმაც გაიგო გენი, რომელმაც გაიგო კოსმოსი. სახეობას, რომელმაც გაგზავნა მანქანები სხვა პლანეტებზე და ტელესკოპები სხვა გალაქტიკებში. მაგრამ ისინი ასევე ხედავენ სახეობას, რომელიც ანადგურებს საკუთარ პლანეტას, რომელიც იცის, რომ ის ანადგურებს მას, რომელიც იცის, როგორ შეაჩეროს ეს, მაგრამ რომელიც არ აჩერებს. რა იფიქრებდნენ ისინი? რა დასკვნას გააკეთებდნენ ჩვენ შესახებ? შესაძლოა ისინი იფიქრებდნენ, რომ ჩვენ ვართ ჭკვიანები, მაგრამ არა გონიერები. რომ ჩვენ გვაქვს ცოდნა, მაგრამ არა სიბრძნე. რომ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, როგორ მუშაობს სამყარო, მაგრამ ვერ ვიგებთ, როგორ ვიცხოვროთ მასში. და ეს დასკვნა იქნებოდა სამართლიანი. რადგან ჭკვიანება და სიბრძნე არ არის ერთი და იგივე. ჭკვიანება არის უნარი, გადაჭრა პრობლემები. სიბრძნე არის უნარი, იცოდე რომელი პრობლემები უნდა გადაჭრა. ჭკვიანება არის უნარი, შექმნა ტექნოლოგია. სიბრძნე არის უნარი, იცოდე როდის და როგორ გამოიყენო ის. ჭკვიანება არის უნარი, შეცვალო სამყარო. სიბრძნე არის უნარი, იცოდე როდის არ შეცვალო ის. და აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ამ მთელ ისტორიაში. კითხვა, რომელიც აკავშირებს ყველაფერს: ფოსილიებს, დინოზავრებს, ძუძუმწოვრებს, ევოლუციას, ადაპტაციას, გადარჩენას, ცივილიზაციას, ტექნოლოგიას, კლიმატის ცვლილებას. კითხვა არის ეს: ჩვენ ვართ ჭკვიანები საკმარისად, რომ გავხდეთ გონიერები? ეს არ არის რიტორიკული კითხვა, ეს არის რეალური კითხვა. და პასუხი არ არის აშკარა. რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ჭკვიანება შეიძლება იყოს კურთხევა ან წყევლა. წარმოიდგინეთ ბაქტერია პეტრის თასში. ეს ბაქტერია მრავლდება ექსპონენციალურად. 1 ხდება 2, 2 ხდება 4, 4 ხდება 8 და ასე შემდეგ. თასი სავსეა საკვებით. ბაქტერია ბედნიერია. ის მრავლდება და მრავლდება. მაგრამ ის არ იცის, რომ თასი არის შეზღუდული. ის არ იცის, რომ საკვები იწურება. ის არ იცის, რომ მისი საკუთარი ნარჩენები აწამლავს გარემოს. და შემდეგ ერთ მომენტში თასი იუსება. საკვები იწურება, ნარჩენები გროვდება და ბაქტერია იწყებს გვდომას. არა თანდათანობით, არა ნელა, არამედ კატასტროფულად. მთელი პოპულაცია კოლაფსირდება დღეებში. ეს არის ის, რასაც ეკოლოგები უწოდებენ ზედმეტ ზრდას, overshoot. როცა პოპულაცია იზრდება მეტად, ვიდრე გარემოს შეუძლია შეინარჩუნოს, და ეს არის ზარის ზუსტად ის, რაც ხდება ჩვენთან. ჩვენ ვართ ბაქტერია პეტრის თასში. ჩვენი თასი არის დედამიწა და ჩვენ ვაღწევთ ლიმიტებს. მაგრამ აქ არის განსხვავება. ბაქტერია არ იცის, რომ ის არის პეტრის თასში. ბაქტერია არ იცის, რომ საკვები იწურება. ბაქტერია არ შეუძლია შეცვალოს თავისი ქცევა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ შეზღუდულ პლანეტაზე. ჩვენ ვიცით, რომ რესურსები იწურება.
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ნარჩენები აწამლავს გარემოს და ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ. ეს არის ჩვენი უპირატესობა, ეს არის ჩვენი ჭკვიანება. მაგრამ ეს ასევე არის ჩვენი გამოცდა, რადგან ცოდნა საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ცოდნა, ჩვენ უნდა მოვიქცეთ, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. და აქ ბრუნდება ყველაფერი იმ პატარა ძუძუმწოვრებთან, რომლებმაც გადარჩეს 6 დიდი გადაშენება. ისინი არ გადარჩნენ, რადგან ისინი იყვნენ ყველაზე ძლიერები. ისინი არ გადარჩნენ, რადგან ისინი იყვნენ ყველაზე დიდები. ისინი არ გადარჩნენ, რადგან ისინი იყვნენ ყველაზე ჭკვიანები. ისინი გადარჩნენ, რადგან ისინი შეძლეს ადაპტირება. ისინი შეძლეს ცვლილება. ისინი შეძლეს სწავლა. და ეხლა 66 მილიონი წლის შემდეგ მათი შთამომავლები, ჩვენ ვაწყდებით იმავე გამოწვევას. არა ასტეროიდს, არა ვულკანურ ამოფრქვევას, არამედ ჩვენს საკუთარ წარმატებას, ჩვენს საკუთარ ტექნოლოგიას, ჩვენს საკუთარ ზრდას. კითხვა არის, შევძლებთ თუ არა ჩვენ ადაპტირებას, შევძლებთ თუ არა ჩვენ ცვლილებას, შევძლებთ თუ არა ჩვენ სწავლას, ან ჩვენ გავხდებით როგორც დინოზავრები, წარმატებული, ძლიერები, დომინანტები, მაგრამ ზედმეტად ჩაკეტილები ერთ ცხოვრების წესში, ზედმეტად ნელები ადაპტირებისთვის, როცა სამყარო იცვლება. პასუხი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ჩვენ ვართ შუაში ამ ექსპერიმენტისა. ჩვენ ვართ შუაში ამ ტესტისა. და შედეგი დამოკიდებული იქნება არა ჩვენს ცოდნაზე, ჩვენ უკვე გვაქვს ცოდნა, არა ჩვენს ტექნოლოგიაზე, ჩვენ უკვე გვაქვს ტექნოლოგია, არამედ ჩვენს არჩევანზე, ჩვენს ნებაზე, ჩვენს სიბრძნეზე. და ეს არჩევანი, ეს ნება, ეს სიბრძნე, ეს ყველაფერი იწყება ერთი მარტივი აღიარებით. აღიარებით, რომელიც არის ერთდროულად დამამცირებელი და გამაძლიერებელი. აღიარებით, რომ ჩვენ არ ვართ ცალკე, ჩვენ არ ვართ უნიკალური, ჩვენ არ ვართ განსაკუთრებული. ჩვენ ვართ ნაწილი 4 მილიარდი წლის ისტორიისა. ნაწილი უწყვეტი ჯაჭვისა, რომელიც აკავშირებს ჩვენ პირველ ერთუჯრედიან ორგანიზმებთან. ნაწილი ევოლუციური პროცესისა, რომელიც შექმნა ყველა სიცოცხლის ფორმას ამ პლანეტაზე. ნაწილი ეკოსისტემისა, რომელიც გვაწვდის ჰაერს, წყალს, საკვებს. და როცა ჩვენ ვაღიარებთ ამას, როცა ჩვენ ხედავთ ჩვენს ადგილს ამ დიდ ისტორიაში, რაღაც იცვლება. ჩვენ აღარ ვართ დამპყრობლები, რომლებიც ცდილობენ დაიპყრონ ბუნება. ჩვენ ვართ ნაწილი ბუნებისა, რომელიც ცდილობს გადარჩეს. ჩვენ აღარ ვართ ბატონები, რომლებიც ცდილობენ გააკონტროლონ პლანეტა. ჩვენ ვართ მცხოვრებლები პლანეტისა, რომელიც ცდილობს იცხოვროს ჰარმონიაში მასთან. ჩვენ აღარ ვართ სახეობა, რომელიც ცდილობს გადალახოს ბუნება. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც ცდილობს ისწავლოს ბუნებისგან. და ეს ცვლილება პერსპექტივაში, ეს მარტივი, მაგრამ ღრმა ცვლილება შეიძლება იყოს გასაღები ჩვენი გადარჩენისთვის. რადგან როცა ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს როგორც ნაწილს, არა როგორც ცალკეს, ჩვენ იწყებთ მოქმედებას განსხვავებულად. ჩვენ იწყებთ ზრუნვას არა მხოლოდ ჩვენს თავზე, არამედ მთელ სისტემაზე. ჩვენ იწყებთ ფიქრს არა მხოლოდ მოკლევადაზე, არამედ გრძმოკლევადაზე, არამედ გრძელვადაზე. ჩვენ იწყებთ აფასებას არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისა, არამედ ეკოლოგიური ჯანმრთელობისა. და ეს არის ზუსტად ის ტიპის ფიქრი, რომელიც საჭიროა ჩვენი გადარჩენისთვის. არა როგორც ინდივიდებისა, არა როგორც ქვეყნებისა, არამედ როგორც სახეობისა, როგორც ნაწილისა ამ პლანეტის სიცოცხლისა. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ მთელ ისტორიას, ყველა ამ გადაშენებას, ყველა ამ ადაპტაციას, ყველა ამ გადარჩენას აქცევს არა მხოლოდ ბიოლოგიურ ფაქტად, არამედ ფილოსოფიურ საიდუმლოდ. და ეს საიდუმლო იწყება ერთი მარტივი, მაგრამ შემაშფოთებელი კითხვით. რატომ არსებობს რაიმე? წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაბრუნდეთ დროში 4 მილიარდი წლის წინ. დედამიწა არის ახალგაზრდა პლანეტა, ცხელი, ქაოსური, უმასპინძლო. არ არის ატმოსფერო, რომელსაც შეგვიძლია ვისუნთქოთ, არ არის ოკეანეები, რომლებშიც შეგვიძლია ვიცუროთ, არ არის ხმელეთი, რომელზეც შეგვიძლია ვიაროთ. და მაინც, რაღაცნაირად, სადღაც ამ ქაოსში, რაღაც ხდება. ხდება. მოლეკულები იწყებენ ორგანიზებას, ქიმია იწყებს გახდეს ბიოლოგია. არა ცოცხალი იწყებს გახდეს ცოცხალი. ჩვენ არ ვიცით როგორ, ჩვენ არ ვიცით რატო. ჩვენ გვაქვს თეორიები, აი ეს სამყარო, ჰიდროთერმული ხრელები, პანსპერმია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ვიცით. და ეს არცოდნა არ არის მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი, ეს არის ფუნდამენტური საიდუმლო. საიდუმლო, რომელიც ეხება არა მხოლოდ იმას თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე, არამედ იმას თუ რატო სიცოცხლე არსებობს საერთოდ. რადგან აქ არის რაღაც, რაც ფიზიკა გვეუბნება. მეორე თერმოდინამიკის კანონი გვეუბნება, რომ სამყარო მიისწრაფის ქაოსისკენ. ენტროპია ყოველთვის იზრდება. ორგანიზაცია ყოველთვის იშლება. წესრიგი ყოველთვის ხდება უწესრიგობა.
ეს არის ფუნდამენტური კანონი ფიზიკისა. ეს არის ის, რასაც სამყარო სურს გააკეთოს. მაგრამ სიცოცხლე აკეთებს საპირისპიროს. სიცოცხლე ქმნის წესრიგს ქაოსიდან. სიცოცხლე ქმნის ორგანიზაციას უწესრიგობიდან. სიცოცხლე ქმნის სირთულეს სიმარტივიდან. როგორ? რატო? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული პასუხი. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ სიცოცხლე არის გზა, რომლითაც სამყარო აჩქარებს ენტროპიის ზრდას. რომ ცოცხალი ორგანიზმები მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქმნიან ადგილობრივ წესრიგს, რეალურად ზრდიან გლობალურ ქაოსს უფრო სწრაფად, ვიდრე არაცოცხალი პროცესები. სხვები ამბობენ, რომ სიცოცხლე არის ემერგენტული თვისება, რაღაც რაც ჩნდება, როცა ქიმია აღწევს გარკვეულ სირთულის დონეს. მესამეები ამბობენ, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით და ეს არ ვიცით არ არის დამარცხება, ეს არის დასაწყისი. რადგან როცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ იწყებთ ხედვას რაღაცისა უფრო ღრმისა. ჩვენ იწყებთ ხედვას, რომ სიცოცხლე არ არის მხოლოდ ბიოლოგიური ფენომენი, ეს არის კოსმიური ფენომენი. ეს არის რაღაც, რაც ხდება არა მიუხედავად სამყაროსა, არამედ სამყაროს გამო. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ სამყარო ისე, როგორც ფიზიკოსები ხედავენ მას. არა როგორც კოლექცია ობიექტებისა, პლანეტები, ვარსკვლავები, galaktikები, არამედ როგორც ველები ენერგიისა. ველები, რომლებიც ურთიერთქმედებენ, რომლებიც ქმნიან ნიმუშებს, რომლებიც ვითარდებიან. და სიცოცხლე ამ პერსპექტივიდან არის მხოლოდ ერთი ტიპის ნიმუში, განსაკუთრებული ნიმუში. ნიმუში, რომელსაც შეუძლია თავის კოპირება, თავის შენარჩუნება, თავის ევოლუცია. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ ნიმუშს აქცევს განსაკუთრებულად საინტერესოდ. ეს ნიმუში არ არის სტატიკური, ის არ არის ფიქსირებული. ის მუდმივად იცვლება, მუდმივად ვითარდება, მუდმივად ექსპერიმენტირებს. და ამ ექსპერიმენტირების პროცესში ის ქმნის რაღაც, რაც არ არსებობდა ადრე. ის ქმნის სირთულეს. ის ქმნის მრავალფეროვნებას. ის ქმნის ცნობიერებას. და აქ ჩვენ მივდივართ კიდევ ერთ საიდუმლოსთან. საიდუმლო, რომელიც შესაძლოა უფრო ღრმაა ვიდრე სიცოცხლის წარმოშობა. საიდუმლო ცნობიერებისა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ნეირომეცნიერი, რომელიც სწავლობს ტვინს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ნეირონები. თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ მათი აქტივობა. თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ, რომელი რეგიონები აქტიურია, როცა ადამიანი ფიქრობს, გრძნობს, იხსენებს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დეტალური რუკა იმისა, თუ როგორ მუშაობს ტვინი. მაგრამ აქ არის რაღაც, რასაც თქვენ ვერ ახსნით. როცა ნეირონები ანთებენ, როცა ელექტრული სიგნალები გადის სინაფსებს, როცა ქიმიკატები გამოიყოფა, როგორ ხდება ეს სუბიექტური გამოცდილება? როგორ ხდება ის, რომ არსებობს რაღაც, რაც არის იყო თქვენ? როგორ ხდება ის, რომ ფიზიკური პროცესები ქმნიან ფენომენოლოგიურ გამოცდილებას? ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ რთულ პრობლემას ცნობიერებისა, the hard problem of consciousness. და ეს არ არის მხოლოდ აკადემიური კითხვა. ეს არის ფუნდამენტური საიდუმლო იმის შესახებ, თუ რა ვართ ჩვენ. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ცნობიერება არის ილუზია, რომ არ არსებობს რეალური მე, ხოლო ტვინის პროცესები, რომლებიც ქმნიან ილუზიას თვითშეგნებისა. სხვები ამბობენ, რომ ცნობიან, რომ ცნობიერება არის ემერგენტული თვისება, რაღაც, რაც ჩნდება, როცა ნერვული სისტემა აღწევს გარკვეულ სირთულის დონეს. მესამეები ამბობენ, რომ ცნობიერება არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, როგორც მასა ან ენერგია, რომ ყველაფერი გარკვეული გაგებით არის ცნობიერი. და კვლავ, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვაქვს თეორიები, ჩვენ გვაქვს მოდელები, ჩვენ გვაქვს ჰიპოთეზები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პასუხი. და შესაძლოა ჩვენ არასოდეს გვექნება პასუხი, რადგან შესაძლოა ცნობიერება არის რაღაც, რაც არ შეიძლება სრულად აიხსნას ობიექტური მეცნიერებით. შესაძლოა ის არის რაღაც, რაც მოითხოვს განსხვავებულ ტიპის გაგებას. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ არცოდნას აქცევს არა დამარცხებად, არამედ შთაგონებად. რადგან როცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობს ცნობიერება, ჩვენ ასევე ვაღიარებთ რაღაც უფრო ღრმას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვართ საიდუმლო თავად ჩვენთვის. რომ ჩვენი საკუთარი არსებობა არის რაღაც, რაც ჩვენ ვერ სრულად გავიგებთ. და ეს აღიარება, ეს მარტივი, მაგრამ ღრმა აღიარება იცვლის ყველაფერს. რადგან როცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვართ საიდუმლო, ჩვენ იწყებთ ცხოვრებას განსხვავებულად. ჩვენ იწყებთ აფასებას არა მხოლოდ იმისა, რაც ჩვენ ვიცით, არამედ იმისა, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ იწყებთ ხედვას სილამაზისა არა მხოლოდ პასუხებში, არამედ კითხვებში. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ ჩვენი მთელი ისტორია. ყველა ამ გადაშენება, ყველა ამ ადაპტაცია, ყველა ამ ევოლუცია. არა როგორც სერია შემთხვევითი მოვლენებისა, არამედ როგორც პროცესი. პროცესი, რომლითაც სამყარო ქმნის სირთულეს. პროცესი, რომლითაც მატერია ხდება სიცოცხლე. პროცესი, რომლითაც სიცოცხლე ხდება ცნობიერება. პროცესი, რომლითაც ცნობიერება იწყებს ფიქრს საკუთარ თავზე.
და ამ პროცესში ჩვენ, Homo sapiensi, ეს პატარა უმნიშვნელო სახეობა ერთ პატარა პლანეტაზე, ერთ საშუალო galaktikაში, ვართ რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო იწყებს გაგებას საკუთარი თავისა. ჩვენ ვართ ატომები, რომლებიც ფიქრობენ ატომებზე. ჩვენ ვართ ვარსკვლავების მტვერი, რომელიც უკვირდება ვარსკვლავებს. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ პერსპექტივას აქცევს ერთდროულად, დამამცირებლად და გამაძლიერებლად. დამამცირებელია, რადგან ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ არ ვართ ცენტრი სამყაროსი. ჩვენ ვართ მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი უზარმაზარი შეუცნობელი მთლიანობისა. გამაძლიერებელია, რადგან ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცისა უფრო დიდისა. რომ ჩვენი არსებობა არ არის შემთხვევითი, არამედ დაკავშირებული ყველაფერთან, რაც ოდესმე იყო და ოდესმე იქნება. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ ეს კავშირი. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ყოველი ატომი თქვენს სხეულში შეიქმნა ვარსკვლავის გულში. რომ ყოველი მოლეკულა თქვენს უჯრედებში არის ნაწილი ჯაჭვისა, რომელიც ვრცელდება უკან პირველ სიცოცხლემდე. რომ ყოველი აზრი თქვენს ტვინში არის ნაწილი პროცესისა, რომელიც დაიწყო 4 მილიარდი წლის წინ და გრძელდება ახლა, ამ წამს, თქვენში. ეს არ არის მეტაფორა. ეს არის ლიტერალური ფაქტი. თქვენ ხართ ნაწილი უწყვეტი ჯაჭვისა. ჯაჭვი, რომელიც არასოდეს გაწყდა 4 მილიარდი წლის განმავლობაში. ჯაჭვი, რომელიც გადარჩა 6 დიდ გადაშენებას. ჯაჭვი, რომელიც ადაპტირდა ათასობით გარემოზე. ჯაჭვი, რომელიც ევოლუციონირდა ბაქტერიიდან თევზამდე, თევზიდან ამფიბიამდე, ამფიბიიდან ქვეწარმავლამდე, ქვეწარმავლიდან ძუძუმწოვრამდე, ძუძუმწოვრიდან პრიმატამდე, პრიმატიდან თქვენამდე. და ეს ჯაჭვი არ მთავრდება თქვენზე. ის გრძელდება. თქვენს შვილებში თუ თქვენ გაქვთ ისინი. თქვენს იდეებში თუ თქვენ იზიარებთ მათ. თქვენს მოქმედებებში თუ ისინი ცვლიან სამყაროს. თქვენ ხართ არა დასასრული, არამედ გაგრძელება. არა პუნქტი, არამედ ხაზი. არა მომენტი, არამედ პროცესი. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ამ პროცესს აქცევს არა მხოლოდ ბიოლოგიურად, არამედ ფილოსოფიურად მნიშვნელოვანად. კითხვა არის, რა არის ამ პროცესის მიზანი? სად მიდის ეს ჯაჭვი? რა არის ევოლუციის საბოლოო მიზანი? და აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. რადგან ადვილია ვიფიქროთ, რომ ევოლუციას აქვს მიზანი. ადვილია ვიფიქროთ, რომ ის მიისწრაფის რაღაცისკენ, სულყოფისკენ, სივრთულისკენ, ცნობიერებისკენ. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მეცნიერება გვეუბნება. მეცნიერება გვეუბნება, რომ ევოლუციას არ აქვს მიზანი. ის არ მიისწრაფის არსად. ის უბრალოდ ხდება. ევოლუცია არის პროცესი, რომლითაც ორგანიზმები ადაპტივდებიან თავიანთ გარემოზე. ის არის პროცესი, რომლითაც ვარიაციები ტესტირდება და ის, რაც მუშაობს, გრძელდება. ის არის პროცესი, რომლითაც სიცოცხლე ეძებს გზებს გადარჩენისთვის. მაგრამ ის არ არის პროცესი, რომელსაც აქვს საბოლოო მიზანი ან დანიშნულება. და ეს აღიარება, რომ ევოლუციას არ აქვს მიზანი, შეიძლება ჩანდეს დამამცირებლად. შეიძლება ჩანდეს, რომ ის ართმევს მნიშვნელობას ჩვენს არსებობას. მაგრამ რეალურად ის აკეთებს საპირისპიროს. ის გვაძლევს თავისუფლებას შევქმნათ ჩვენი საკუთარი მიზანი. რადგან თუ ევოლუციას არ აქვს წინასწარ განსაზღვრული მიზანი, მაშინ ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი რაიმე კოსმიური გეგმით. ჩვენ არ ვართ მარიონები, რომლებიც ასრულებენ წინასწარ დაწერილ სკრიპტს. ჩვენ ვართ ავტორები, რომლებსაც შეუძლიათ დაწერონ საკუთარი ისტორია. ჩვენ ვართ მხატვრები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან საკუთარი მნიშვნელობა. და ეს თავისუფლება, ეს საშინელი, ლამაზი თავისუფლება არის ის, რაც აქცევს ჩვენს არსებობას ერთდროულად საშიშად და შესაძლებლობად. საშიშია, რადგან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ არასწორად. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მიზანი, რომელიც იწვევს ჩვენს განადგურებას. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ძალა ისე, რომ ის დაანგრიოს ის, რაც გვიჯერს ცოცხალს. მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა, რადგან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ სწორად. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მიზანი, რომელიც ჰარმონიაშია სიცოცხლესთან. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ძალა ისე, რომ ის დაიცვას და გააძლიეროს ის, რაც გვიჯერს ცოცხალს. და აქ ჩვენ ბრუნდებით იმ კითხვასთან, რომლითაც ეს ისტორია დაიწყო. კითხვა იყო, რატომ ჩვენ მოვისურვეთ, მაგრამ გადაშენდნენ ისინი? რატომ ჩვენი წინაპრები გადარჩნენ 6 დიდ გადაშენებას, როცა დინოზავრები, ეს გიგანტები მოკვდნენ? ახლა ამ გრძელი მოგზაურობის შემდეგ, მოგზაურობა 4 მილიარდი წლის ისტორიაში, მოგზაურობა 6 კატასტროფაში, მოგზაურობა ევოლუციის მექანიზმებში, მოგზაურობა ადამიანური ცივილიზაციის გამოწვევებში, მოგზაურობა ფილოსოფიურ კითხვებში. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ პასუხი უფრო ნათლად. პასუხი არ არის მარტივი. ის არ არის ჩვენ ვიყავით უფრო ჭკვიანები, ან ჩვენ ვიყავით უფრო ძლიერები, ან ჩვენ ვიყავით უფრო იღბლიანები, ან ჩვენ ვიყავით უფრო იღბლიანები.
პასუხი არის უფრო რთული და უფრო საინტერესო. ჩვენი წინაპრები გადარჩნენ, რადგან ისინი იყვნენ პატარები საკმარისად, რომ დამალულიყვნენ. ისინი იყვნენ მოქნილები საკმარისად, რომ ადაპტირებულიყვნენ. ისინი იყვნენ გენერალისტები საკმარისად, რომ ეჭამათ ყველაფერი. ისინი იყვნენ სოციალურები საკმარისად, რომ ეზრუნათ ერთმანეთზე. ისინი იყვნენ ჭკვიანები საკმარისად, რომ ესწავლათ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ისინი იყვნენ იღბლიანები. ისინი იყვნენ იღბლიანები, რომ იყვნენ სწორ ადგილას, სწორ დროს. ისინი იყვნენ იღბლიანები, რომ ჰქონდათ სწორი მახასიათებლები, სწორი კატასტროფისთვის. ისინი იყვნენ იღბლიანები, რომ ჯაჭვი არ გაწყდა. და ეს აღიარება, რომ ჩვენი არსებობა არის ნაწილობრივ იღბალი, არ არის დამამცირებელი. ეს არის რეალისტური. რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ევოლუცია არ არის მხოლოდ ადაპტაციის შესახებ. ის ასევე არის შემთხვევითობის შესახებ. ის არის იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა შემთხვევითი მუტაციები ხვდებიან შემთხვევით გარემოს. ის არის იმის შესახებ, თუ რა გადარჩება, როცა შემთხვევითი კატასტროფები ანადგურებენ შემთხვევით სახეობებს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ შემთხვევითობას აქცევს არა უაზროდ, არამედ მნიშვნელოვნად. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არსებობა არის ნაწილობრივ შემთხვევითი, ის ასევე არის ნაწილობრივ აუცილებელი. აუცილებელი, რადგან როცა სიცოცხლე არსებობს, როცა ევოლუცია ხდება, რაღაც ჩნდება. შესაძლოა არა ზუსტად ჩვენ, შესაძლოა არა ზუსტად ამ ფორმით, მაგრამ რაღაც რთული, რაღაც ცნობიერი, რაღაც რაც ცდილობს გაიგოს. და ეს რაღაც, ეს ემერგენტული თვისება სიცოცხლისა, არის ის, რაც აქცევს ჩვენი შნეს არსებობას მნიშვნელოვნად. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცენტრი სამყაროსი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მიზანი ევოლუციისა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო იწყებს გაგებას საკუთარი თავისა. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ ეს პერსპექტივა. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ყოველი აზრი, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, ყოველი ემოცია, რომელსაც თქვენ გძნობთ, ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ იღებთ, ეს ყველაფერი არის ნაწილი პროცესისა, რომლითაც სამყარო ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. თქვენ არ ხართ მხოლოდ დამკვირვებელი, თქვენ ხართ ნაწილი ექსპერიმენტისა. და ეს პერსპექტივა, ეს კოსმიური პერსპექტივა, იცვლის ყველაფერს. რადგან როცა თქვენ ხედავთ თქვენს თავს ამ გზით, თქვენ აღარ ხართ იზოლირებული ინდივიდი, რომელიც ებრძვის გადარჩენისთვის. თქვენ ხართ ნაწილი რაღაცისა უფრო დიდისა. თქვენ ხართ ნაწილი პროცესისა, რომელიც დაიწყო 4 მილიარდი წლის წინ და გრძელდება ახლა, თქვენში. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ პერსპექტივას აქცევს არა მხოლოდ ლამაზად, არამედ პასუხისგებლობად. რადგან თუ ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო იწყებს გაგებას საკუთარი თავისა, მაშინ ჩვენ გვაქვს პასუხისგებლობა. პასუხისგებლობა არა მხოლოდ ჩვენს თავზე, არამედ ყველაფერზე, რაც მოვიდა ჩვენამდე. პასუხისგებლობა იმ ჯაჭვზე, რომელიც არასოდეს გაწყდა. პასუხისგებლობა იმ პროცესზე, რომელიც შექმნა ჩვენ. და ეს პასუხისგებლობა არ არის ტვირთი, ეს არის პრივილეგია. პრივილეგია იყო ნაწილი რაღაცისა, ასე ძველისა, ასე დიდისა, ასე საოცრისა. პრივილეგია იყო ნაწილი ისტორიისა, რომელიც მოიცავს ყველაფერს, ყველა ვარსკვლავს, რომელიც ოდესმე ანათებდა, ყველა პლანეტას, რომელიც ოდესმე ყალიბდებოდა, ყველა სიცოცხლის ფორმას, რომელიც ოდესმე არსებობდა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენ დავიწყეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ახლა ამ წამს, კითხულობთ ამ სიტყვებს. თქვენი გული ცემს, თქვენი ფილტვები სუნთქავენ, თქვენი ტვინი ფიქრობს. და ყველა ეს პროცესი, ყველა ეს უწყვეტი ავტომატური საოცარი პროცესი არის მემკვიდრეობა 4 მილიარდი წლის ევოლუციისა. მაგრამ ახლა თქვენ იცით რაღაც, რასაც თქვენ არ იცოდთ დასაწყისში. თქვენ იცით, რომ ეს მემკვიდრეობა არ იყო გარანტირებული. თქვენ იცით, რომ ის გადარჩა 6 კატასტროფას, რომელთაგან თითოეული შეეძლო ყველაფრის დასრულება. თქვენ იცით, რომ თქვენი წინაპრები, ყველა მათგანი, ყოველი თაობა, ყოველი ინდივიდი გადარჩნენ საკმარისად დიდხანს, რომ გამრავლებულიყვნენ. თქვენ იცით, რომ ჯაჭვი არასოდეს გაწყდა. და ეს ცოდნა, ეს ღრმა, ვისცერალური ცოდნა, უნდა შეცვალოს რაღაც თქვენში. რადგან როცა თქვენ რეალურად გაიგებთ ამას, როცა თქვენ რეალურად გძნობთ ამას, თქვენ აღარ შეგიძლიათ იცხოვროთ იმავე გზით. თქვენ აღარ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი არსებობა როგორც თვითგასაგეგები. თქვენ აღარ შეგიძლიათ დაივიწყოთ, რომ თქვენ ხართ ნაწილი რაღაცისა, უფრო დიდისა. მაგრამ აქ არის საბოლოო კითხვა. კითხვა, რომელიც ამ მთელ ისტორიას აქცევს არა მხოლოდ ისტორიად წარსულისა, არამედ კითხვად მომავლისა. კითხვა არის, რა მოხდება შემდეგ? ჩვენ ვიცით რა მოხდა. ჩვენ ვიცით 6 დიდი გადაშენება. ჩვენ ვიცით როგორ გადარჩა სიცოცხლე. ჩვენ ვიცით როგორ ევოლუციონირდა ის. ჩვენ ვიცით როგორ მივიდა ის ჩვენამდე. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა მოხდება შემდეგ.
ჩვენ არ ვიცით, გადავრჩებით თუ არა ჩვენ მეშვიდე გადაშენებას, ის, რომელსაც ჩვენ თავად ვქვნით. ჩვენ არ ვიცით, ვისწავლით თუ არა ჩვენ გაკვეთილებს წარსულიდან. ჩვენ არ ვიცით, ვიქნებით თუ არა ჩვენ საკმარისად ჭკვიანები, რომ გავხდეთ საკმარისად გონიერები. და ეს არ ცოდნა არ არის სისუსტე. ეს არის რეალობა. რადგან მომავალი არ არის წინასწარ განსაზღვრული. ის არ არის დაწერილი ვარსკვლავებში. ის არ არის გადაწყვეტილი რაიმე კოსმიური გეგმით. მომავალი იქნება ის, რასაც ჩვენ გავხდით მას. მომავალი იქნება შედეგი ჩვენი არჩევანებისა, ჩვენი მოქმედებებისა, ჩვენი ბისა, ჩვენი გადაწყვეტილებებისა. და ეს არის ერთდროულად საშინელი და ლამაზი. საშინელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცადოთ წარუმატებლობა. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ კიდევ ერთი ფოსილია, კიდევ ერთი გაფრთხილების ისტორია, კიდევ ერთი სახეობა, რომელიც ვერ შეძლო ადაპტირება. ლამაზია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატება. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ რაღაც ახალი, რაღაც განსხვავებული, რაღაც რაც არასოდეს ყოფილა ამ პლანეტაზე. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ პირველი სახეობა, რომელიც არა მხოლოდ გადარჩა ევოლუციას, არამედ შეგნებულად მართავს მას. პირველი სახეობა, რომელიც არა მხოლოდ ადაპტირდება გარემოზე, არამედ ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს სიცოცხლეს. პირველი სახეობა, რომელიც არა მხოლოდ გადარჩება, არამედ ეხმარება სხვა სახეობებს გადარჩენაში. ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არა მომავალში, არა 10 წლის შემდეგ, არამედ ეხლა, ყოველ დღე, ყოველ გადაწყვეტილებაში, ყოველ მოქმედებაში. და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, იმ პატარა ძუძუმწოვრებისგან, რომლებმაც გადარჩეს 6 დიდი გადაშენება, არის ეს. გადარჩენა არ არის გარანტირებული. ის არ არის უფლება. ის არ არის თვითგასაგეგები. გადარჩენა არის რაღაც, რისთვისაც უნდა იმუშაო, რაღაც, რისთვისაც უნდა იბრძოლო, რაღაც, რისთვისაც უნდა ადაპტირდ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ამ გაკვეთილს აქცევს არა დამამცირებლად, არამედ გამაძლიერებლად. რადგან თუ გადარჩენა არ არის გარანტირებული, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქმედებები მნიშვნელოვანია, ჩვენი არჩევანები მნიშვნელოვანია, ჩვენი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ უძლური, ჩვენ არ ვართ უმნიშვნელო. ჩვენ ვართ აგენტები, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილება. და შესაძლოა ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი ამ მთელ ისტორიაში. გაკვეთილი, რომელიც აკავშირებს ყველაფერს: ფოსილიებს, დინოზავრებს, ძუძუმწოვრებს, ევოლუციას, ადაპტაციას, გადარჩენას, ცივილიზაციას, ტექნოლოგიას, კლიმატის ცვლილებას, ცნობიერებას, მნიშვნელობას, მომავალს. გაკვეთილი არის ეს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პროდუქტი ისტორიისა. ჩვენ ვართ ასევე შემქმნელები მომავლისა. ყოველი აზრი, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, ყოველი მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის ნაწილი პროცესისა, რომლითაც მომავალი იქმნება. ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამკვირვებლები. ჩვენ ვართ მონაწილეები. ჩვენ ვართ თანაავტორები ისტორიისა, რომელიც ჯერ არ დაწერილა. და ეს პასუხისმგებლობა, ეს საშინელი, ლამაზი პასუხისმგებლობა არის ის, რაც აქცევს ჩვენს არსებობას მნიშვნელოვნად. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცენტრი სამყაროსი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მიზანი ევოლუციისა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის, ვინც აირჩევს. ჩვენ ვართ ის, ვინც მოქმედებს. ჩვენ ვართ ის, ვინც ქმნის. ეხლა ამ წამს, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენ ხართ ნაწილი ჯაჭვისა, რომელიც არასოდეს გაწყდა 4 მილიარდი წლის განმავლობაში. თქვენ ხართ შთამომავალი იმ პატარა ძუძუმწოვრებისა, რომლებმაც გადარჩეს 6 დიდი გადაშენება. თქვენ ხართ მემკვიდრე ყველა ადაპტაციისა, ყველა ევოლუციისა, ყველა გადარჩენისა, რომელიც ოდესმე მოხდა. მაგრამ თქვენ ხართ ასევე რაღაც მეტი. თქვენ ხართ პირველი თაობა ადამიანების ისტორიაში, რომელიც რეალურად იცის ეს, რომელიც რეალურად გაიგებს, საიდან მოვედით, რომელიც რეალურად ხედავს ჩვენს ადგილს ამ დიდ ისტორიაში. და ეს ცოდნა, ეს უპრეცედენტო ძლიერი ცოდნა გაძლევთ არჩევანს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ცოდნა. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ გაკვეთილები წარსულიდან. თქვენ შეგიძლიათ ადაპტირდეთ მომავლისთვის. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ, ნადიძლიათ გახდეთ ნაწილი გადაწყვეტისა, არა პრობლემისა. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნაწილი გადარჩენისა, არა გადაშენებისა. ან თქვენ შეგიძლიათ უგულებელყოთ ეს ცოდნა. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ცხოვრება ისე, თითქოს მომავალი იქნება ზუსტად როგორც აწმყო. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ მოქმედება ისე, თითქოს ჩვენი არჩევანები არ აქვს შედეგები. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნაწილი პრობლემისა, არა გადაწყვეტისა. არჩევანი თქვენია. და ეს არჩევანი, რომელსაც თქვენ გააკეთებთ, არაერთხელ, არამედ ყოველ დღე, ყოველ მომენტში, განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგ. განსაზღვრავს, გაგრძელდება თუ არა ჯაჭვი. განსაზღვრავს, იქნება თუ არა მომავალი თაობები, რომლებიც შეხედავენ უკან და იტყვიან, ისინი გადარჩნენ.
ისინი ადაპტირდნენ. ისინი ისწავლეს. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის, რატომ ჩვენ მოვისურვეთ, არამედ რას გავაკეთებთ ახლა, როცა ჩვენ აქ ვართ. რადგან ჩვენ აქ ვართ. ჩვენ გადავრჩით. ჩვენ ვადავრჩით. ჩვენ ვართ შედეგი 4 მილიარდი წლის ევოლუციისა, 6 დიდი გადაშენებისა, უთვალავი ადაპტაციისა. ჩვენ ვართ ის, რაც მოხდა, როცა სამყარო ცდილობდა გაეგოს საკუთარი თავი. და ახლა, ამ წამს, ჩვენ ვართ ის, ვინც აირჩევს, რა მოხდება შემდეგ. შესაძლოა ეს არის ყველაზე ლამაზი და ყველაზე საშინელი რამ ჩვენს არსებობაში. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება. ჩვენ არ ვიცით გადავრჩებით თუ არა. ჩვენ არ ვიცით ვისწავლით თუ არა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი. და ეს ცოდნა, ეს მარტივი, ძლიერი ცოდნა არის ყველაფერი. შესაძლოა კითხვები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პასუხები. შესაძლოა არ ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა. შესაძლოა საიდუმლო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამოხსნა. რადგან როცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ იწყებთ ძებნას. როცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვართ საიდუმლო, ჩვენ იწყებთ კვლევას. წყებთ კვლევას. როცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ მომავალი არ არის წინასწარ განსაზღვრული, ჩვენ იწყებთ შექმნას. და შესაძლოა ეს უწყვეტი ძებნა, ეს უსასრულო კვლევა, ეს მუდმივი შექმნა არის ის, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ. არა რომ ვიპოვოთ საბოლოო პასუხი, არა რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, არამედ რომ გავაგრძელოთ მოგზაურობა, რომ გავაგრძელოთ ევოლუცია, ძელოთ ევოლუცია, რომ გავაგრძელოთ ჯაჭვი. ჯაჭვი, რომელიც არასოდეს გაწყდა 4 მილიარდი წლის განმავლობაში. ჯაჭვი, რომელიც ახლა გადის თქვენში. ჯაჭვი, რომლის მომავალი დამოკიდებულია თქვენზე.